მოგესალმებით ყველას, გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. დღეს განვიხილავთ მათეს სახარების 23 თავს. ისევ დიდი სამშაბათის ამბები არის ამ თავში განხილული და თავი არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ეხება ისრაელის განაჩენს. რადგან იმ დროს ფარისევლები და მწიგნობრები იყვნენ ისრაელის, ასე თქვა, მთავრები, მათ ხელში იყო ძალაუფლება, სულიერი ძალაუფლება ყოველ შემთხვევაში. და ამიტომაც ამ თავში 23 თავში ის მომენტია, როცა ქრისტე დარწმუნდა, რომ ისინი მას არ მიიღებენ და ლაპარაკობს მათზე განაჩენს. რაელის, ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები და რაელის მათ სახლს. აი, ნახეთ, მოსეს ტახტი, ფარისევლების და მწიგნობრების განაჩენი და გრჩება თქვენი სახლი ოხრად. ამას ეუბნება ქრისტე. და აი წინა თავში ჩვენ ნახეთ გახსოვთ რომ ამ სამშაბათ დღეს მოდიან მახებს უგებენ მას. ხომ გახსოვთ ის ხარკი, კეისრის ხარკის შესახებ კითხვა, იმ ქორწინების შესახებ კითხვა, მთავარი მცნება რჯულში რომელია ეს კითხვა, ვერაფერში ვერ დაუგეს მახე უფალს, რადგან ის იყო ღვთაებრივი, ის იყო ის თავად ის, ვინც მათ რჯული მისცა. ესმით, რჯულიდან უგებენ კითხვებს მას, ვინც რჯული მისცა თავად თვითონ მათ. ესმით? და როგორ შეიძლება ხო წარმოუდგენელი ამბავია, ხო? მაგრამ მათ არ ესმით, რომ ის დგას, იახვე დგას მათ წინაშე სამების მეორე პირი, ძეღმერთი. და ბოლოს ჩვენ წინათავი ასე დამთავრდა, რომ განვიხილეთ ის, გახსოვთ, 109 ფსალმოიდან რო ეკითხება ქრისტე, ეს იყო ქრისტეს ბოლო კითხვა იუდეველებისადმი, რომ დავითი რატომ უწოდებს თავის შთაომავალს მის უფალს. რატომ უწოდებს ადონის, ჩემი უფალი და ადონაის იმავე ფსალმონში ის მას, ვინც უფლის მარჯვნივ დგას, ხო? ადონაი ღმერთის ეკუთვნის ხოლმე ეს ტერმინი. და ისინი დუმან, ისინი პასუხს არ სცემენ ან ვერ სცემენ. ან არ სცემენ პასუხს, რადგან არ უნდათ ამისი აღიარება. და ამის შემდეგო წერია ვეღარავინ ბედავდაო კითხვის დასმას მისთვისო და ვეღარ შეძლო კიდევ რაიმე სხვა მახის და კითხვის მოფიქრება. და აი მე მინდა გაჩვენოთ ამ თავში 29 ხო გაქვთ ტექსტი თავად 23 თავში ნახეთ 33 მუხლი 33 მუხლი ნახეთ ეს არის თქოს აი ცენტრალური ადგილი ამ განაჩენში გველნო იქედნეს ნაშიერნო ეუნება ქრისტე როგორ გაექცევით გეინის სასჯელს გველნო იქედნე იქ არის გველი და გველის შვილნო როგორ გაექცევით აი როგორ დააღწევთ თავს სასჯელს გახსოვთ მე მინდა ეს ადგილი ჩვენ შევადაროთ მათეს სახარების მესამე თავი გახსოვთ როცა იოანე ნათლისმცემელი გამოჩნდა და იორდანის პირას გადის ხალხი და ინათლებიან იოანესგან და იოანე რას ამბობს შეინანეთ რადგან მოახლოვებულია სასუფეველი ცათა და გადიოდაო მასთანო მთელი იუდეა გარშემო იერუსალიმის სოფლები და ინათლებოდნენო და წერია მესამე თავის მეშვიდე მუხლი როდესაც დაინახა იოანემ მისკენ მოსანათლად მომავალი ფარისეველნი და სადუკეველნი უთხრა მათ იქედნეს ნაშიერნო ვინ გასწავლად გაეკეცითო მომავალ რისხვას მას გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა აი ჯერ კიდევ მაშინ იოანე წინასწარმეტყველმა ნათლისმცემელმა შეიცნო რომ ესენი არიან ის გველნი იქედნეს ნაშიერნი და ვინ დაგარიგათ რომ ასე თვალთმაქცობით მოხვიდეთ და გაექცეთ გენის რისხვას დაფიქრდით აი იოანე ჯერ ამათ აფრთხილებს მას დაფიქრდით მოდით გონს და გამოიღეთ სინანულის ღირსი ნაყოფი სინანულის შესაფერის ნაყოფი რა არის საქმე თუ შენ მართლა მოიქეცი და შენ თუ მართლა სინანულში ხარ საქმე უნდა ანახო და იოანე ეუბნება მას საქმე გვაჩვენეთ საქმე თქვენი სინანულის შესაფერის ღირსი და შესაბამისი რადგან მოდიხარ ჩემთან მოსანათლად ნახეთ გავიდა 3 წელიწადი ამის ამ მომენტიდან რაც იოანემ ეს უთხრა და უკვე ქრისტე ეუბნება მათ
გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით სასჯელს. რაც იოანემ უთხრა იმას ეუბნება უფრო მეტად, როგორ გაექცევით სასჯელს. ჩვენ ნახავთ ეს გველნო, განა შეურაცხყოფის ეს არის აქ. ჩვენ ხო გველო დღეს რომ ვინმეს ვეუბნებით რომ ზაკვარო. ეს სულთა თეოლოგიური ტერმინია გველნო, რადგან დასაბამიერი გველი ვინ არის, ჩვენ ვიცით, ხო? ეშმაკი, რადგან ადამი და ევას ეშმაკი როგორ მივიდა სამოთხეში მადასაცემად? გველის სახით, ხო? ამიტომ დასაბამიერი გველი და შემდეგ აპოკალიფსისში თქვა რომ იხილე რომ დასაბამიერი გველი გადმოვარდა ციდან. ანუ საბოლოოდ მარცხდება მისი მეუფება. ამიტომ გველნო და გველის ნაშიერო ნიშნავს ეშმაკის შვილებო. ეშმაკის გავლენის მყოფო. ამას ეუბნება გესმით და თქვენს არ უნდა გაიგოთ ის მწარე ნათქვამი რომ აი გინდა რომ შეურაცხყოფი მიიღო ძაღლოვან გველო დღეს. არა. სუფთა საღვთისმეტყველო რაღაცაა რომ ეშმაკის შვილები ხართ თქვენ ეუბნება ქრისტე. და ამას ნახავთ ჩვენ რატომ. და პირველი მუხლიდან ესე იწყება. მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს. ანუ ეს მთელი ეს დაპირისპირება, ეს კამათი რომ დასრულდა, ალბათ მოსაღამოებულია უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ აი ამის შემდეგ იესო მერეო გამოვიდა ტაძრიდანო და გადავიდა ზეთისხილის მთაზეო. მთელი დღე იყო ეს დაპირისპირება, აურზაური კამათი მათ შორის და როცა უფალი დარწმუნდა რომ ესენი ზაკრულად ებრძვიან მას და არ მიიღებენ მას როგორც ღმერთისგან მოსულ მესიას, მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს. მისი ხალხი ხო დგას, ეს ხდება ტაძარში. ჩვენ ხო ვნახეთ ეს ტაძრის მაკეტი ხომ გახსოვთ ის უზარმაზარი ნაგებობა? ტაძარში ხდება ეს, ტაძრის გალავანში შიგნით. მაშინ იესომ თავის მოწაფეებს და თავის ხალხს უთხრა: მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისევერნის ხედან. მას ყველაფერი რის დაცვასაც გირჩევენ დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არასრულებენ. მოდი ჯერ ეს სამი მუხლი ვნახოთ. მოსეს ტახტზე, აი ნახეთ მე დაგიწერეთ, მოსეს ტახტზე წიგნობარნი და ფარისევერნის ხედან. საბოლოო ჯამში უკვე ჩანს რომ ქრისტეს მთავარი მტრები არიან წიგნობარნი და ფარისევერი. მთელი ამ თავში სადუკეველებს, ჰეროდელებს ან სხვას არავის არ ახსენებს უფალი. ბოლოს ჩანს რომ წიგნობარნი და ფარისევერი, რადგან ესენი არიან სულიერი წინამძღვრები ხალხის იმ დროს, სადუკეველები მაინც უფრო პოლიტიკური პარტია იყო და ესენი სადუკეველები ფარისევლების ავტორიტეტს იყენებდნენ რომ თვითონ გავლენა ქონოდათ ხალხში. მაგრამ ფარისევლები არიან სულიერი მასწავლებლები და სამოძღვრო ძალაუფლება მათ აქვს და საბოლოო ჯამში ჩანს რომ წიგნობრები და ფარისევლები არიან მისი მთავარი მტრები. აი დღეს ხდება ხოლმე ასე რომ აი იუდეველები ხშირად ამბობენ ჩვენ არ მოგვიკლავს ქრისტე. ეგ რომაელებმა მოკლეს ქრისტე. აი ებრაელებს რაღაცად არ სიამოვნებთ ეს რომ აი მათ ისინი არიან მათი წინაპრები იყვნენ ქრისტეს მკვლელები და ამბობენ რომ ჩვენ კი არა რომაელებმა მოკლეს ქრისტე. სახარება გვეუბნება რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგენი იყვნენ წიგნობარნი და ფარისევერი. შეიძლება რომაელებს მოაკლევინეს ქრისტე მათ, მაგრამ დაპირისპირება უფალს ამათთან ჰქონდა. და მოსეს ტახტზე სხედანო ესენიო. მოსეს ტახტი რა არის ახლა ეს ძალიან საინტერესოა. ნახეთ? იმიტომ რომ წიგნობარნი და ფარისეველი დასხდნენ მოსეს ტახტზე. მოდით ნახოთ, სად არის ნახსენები მოსეს ტახტი. ეს არის გამოსვლათა წიგნის, ანუ მოსეს მეორე წიგნის მე-18 თავში წერია. როცა მოსემ გამოიყვანა ერი, ხო, მონობიდან წერია, ნახეთ? მეორე დღეს დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად. დილიდან საღამომდე იდგა ხალხი მოსეს წინაშე. მოსე იყო რჯულის მასწავლებელი. რჯულის მიხედვით ხალხის განსჯელი. ანუ ის რჯული რაც ღმერთმა მას მოსცა, მისცა იმ რჯულის მიხედვით განსჯდა მოსე ხალხს და დაჯდა მოსე თავის სავარძელზე, თავის ტახტზე და დილიდან ღამემდე ხალხი მოდიოდა, ზოგს ეს საჩივარი ქონდა, ზოგს ის საჩივარი ქონდა. მოსე იყო საჯული, ოღონდ რჯულისმიერი მსაჯული იყო.
ის სამართალს აღასრულებდა რჯულის და რჯულის მიხედვით და შემდეგ ასეთი მომენტი აქ ამას აღარ წაგიკითხავთ რომ მოსესთან მივამ ით რომ მისი სიმამრი და ეუნება რომ ესეო არ გამოვაო ამდენი ხალხი ყავსო შენ ამას როგორ გაწვდებიო მარტო და თანო შენი ადამიანი რომ იღლება კლებულობს ხო ის ძალაც მისი რომ ასე ვთქვათ სწორად განსაჯოს ამიტომ ასე კი არაო გამოარჩიო 1000-ის თავები 100-ის თავები 50-ის თავებიო და იმად დაავალეო ხალხის განსჯაო ერშიო ან როგორც ასე ვთქვათ მოსამართლეები რჯულის მასწავლებლები გამოარჩი ერჩეული ხალხიო და შენ მხოლოდ სერიოზულ საქმეზე რო იქნება რამეო სერიოზულ საქმეზე მოვიდნენ ისინი შენთანო ნახეთ ეს არის აი მოსეს ტახტი განასახიერებს მსაჯულს რჯულის მასწავლებლის ავტორიტეტი ვისაც აქვს და რჯულის მასწავლებლები არიან დღეს პატიგნობარი და ფარისეველი მაგრამ აი ეს რომ გავიგოთ როგორ ჩაიგდეს ეს ძალაუფლება მათ ხელში ხო საინტერესოა ნახეთ უკვე მოსესთან ეს ჩადებულია ეს პრინციპი რომ უნდა განაწილდეს ძალაუფლება ხო აი ქრისტეს დროსაც მარტო ტაძარში კი არ ხდებოდა განსჯა და სასამართლო არამედ ადგილობრივი სასამართლოები იყო სინაგოგებთან ადგილობრივი იქ განსჯიდნენ ხოლმე ესენი ფარისევლები და მწიგნობრები რჯულის მცოდნეები და მართლა ძალიან სერიოზული საქმე თუ იყო რამე მიდიოდნენ იერუსალიმში ნახეთ რატომ იერუსალიმში აი ესეც უნდა ვიცოდეთ ჩვენ ნახეთ მეორე რჯული მოსეს ანუ მეხუთე წიგნის მე-17 თავში წერია ასეთი რამ ღმერთი ეუბნება ისრაელს უყურეთ თუ გაგიძნელდა მკვლელობის, ცილობის, ცემის ან სხვა სადაო საქმეების გადაწყვეტა შენს კარიბჭეებში, ანუ შენ სოფლებში, სადაც შენ იქნები, თქვა. ადექი და წადი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი შენი ღმერთი, მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება დაეკითხე და გამოგიცხადებენ, ისინი სასამართლო განაჩენს. ესმის თუ გაგიჭირდა შენს პატარა სოფელში და ქალაქში სამართლის გადაწყვეტაო, რა ქენიო? წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოარჩევს შენი ღმერთი და იქ დაგხვდებიან ლევიანი მღვდლები და იმად გადააწყვეტი. რომელი იყო ის ადგილი? რომელი იქნებოდა ის ადგილი? რომელი? იერუსალიმი. წადი იერუსალიმში, ანუ ის ადგილი, რომელიც ამოერჩია ღმერთმა, იყო იერუსალიმი. იქ იქნებიან მთავარი მოსამართლეები და მიდი იმათთან, იმათ დაეკითხა და ისინი გადაგიწყვეტენ საქმეს. ნახეთ, რჯული ეუნება ამათ. ამიტომაც იმ 71 კაცისგან შემდგარმა სინედრიონმა იერუსალიმში დაიდო ბინა ტაძარში, იმიტომ რომ რჯული ასე ამბობს. ესმით? ეუნება ისე მოიქეცი, როგორც ისინი გამოგიცხადებენ იმ ადგილიდან, რომელსაც აირჩევს უფალი. ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან იმ რჯულის თანახმად. ესმით? ახლა ეს გვიხსნის უკვე ამას, ნახეთ, ფარისევლების და სადუკევლების ხედან იმ 71 კაციან სინედრიონში და ისინი არიან ერის მთავარი გრემიუმი, ხო? აი გრემიუმს რო ეძახიან. მოსამართლეთა გრემიუმი. ეს რჯულს ეთანხმება, მაგრამ თავად ხალხია შეუფერებელი იმისთვის. და რატომ? უყურეთ, აი ამ შემდეგი მესამე მუხლი გვეუბნება უკვე ამას. მაშინ ყველაფერი რის დაცვასაც გეუბნებიან დაიცავით, მათ საქმეებს კი ნუ მიბაძავთ. რადგან ამბობენ და არ ასრულებენ. ნახეთ, აი, ხანდახან დამაბნეველია ეს კითხვა. რასაც გეუბნებიან აღასრულეთო და საქმეებს ნუ მიბაძავთ. მაგალითად, თუ გვეუბნებიან ისინი, რომ ხელი უნდა დავიბანოთ 12 ჯერ, ავასრულოთ ეს? ან ჩოხო თქვით, რომ უამრავი წესები შეიმუშავეს ფარისევლებმა კიდევ აი ეს თალმუდი რაც არის, ხო? რჯულში უამრავი წესები, როგორ უნდა დაიცვან შაბათი, როგორ უნდა შეწირონ მსხვერპლი, როგორ ილოცონ, 1000 რამე, როგორ გარეცხონ ჭურჭელი, როგორ გააკეთონ საკვები, ხო? ანუ ამასაც ეხება ეს? აბა რას ეხება? მხოლოდ რჯულს. მხოლოდ დაწერილ რჯულს. რასაც რჯულიდან გეუბნებიან, რომ შეასრულოთ, დაიცავით. მათ საქმეებს კი აი ის საქმეები ის არის, რაც მათ მოიფიქრეს, რაც მათ მოიგონეს, მაგას ერქვა ებრაულში ჰალახა. აი ამ სწავლებას ქვია ჰალახა, ნიშნავს ებრაულში სვლას, როგორ ვიაროთ რჯულში. როგორ?
წესები განმარტება ხო გვინდა ამ რჯულის და ამ ფარისევლებმა თქვეს, რომ ეს ჰალახა არის მამათა გადმოცემა, უხუცესთა გადმოცემა. ესეც მოსედან მოდის. ჩვენ კი არ მოგვიფიქრებია ისინი ამბობენ. აი მაგალითად როგორ დავიცვათ შაბათს. შაბათს შეიძლება თუ არა მაგალითად ჩემთან მოვიდეს ვინმე და რაიმე გამომართვა სახლში. აი მე სახლში ვარ, ვიღაცა მოდის და უნდა შემომაწოდოს მაგალითად თასი რომ მივცე რაღაცა. აი როგორ შევასრულო ეს მომენტი, ხო? შაბათს ხო შრომა არ შეიძლება. და მე ხო ადრე თქვენ წაგიკითხეთ, ფარისევლებმა შეიმუშავეს მთელი ტექნიკა, რომელი უნდა იდგეს გარეთ, რომელი უნდა გაიგოს ზღურბზე, რომელმა უნდა გაყოს ხელი, რომელმა უნდა შემოყოს ხელი. გესმით? რომელს უნდა ეჭიროს თასი, რომელმა უნდა ჩაყაროს, რომ არ დაირღვეს რჯული. გესმით? მაგრამ ეს მოსესთან ხომ არ წერია. ეს არის მათი საქმეები, რომელიც მათ შეიმუშავეს და ქრისტე ამას ეუბნება. ჰალახა არ არის ღმერთისგან, ანუ ის მათი მოგონილი წესები არ არის ღმერთისგან, რჯულიდან რასაც გეუნებიან, ის დაიცავით და ის შეასრულეთ. ხომ გასაგებია? და ეს იყო მთავარი მტრობა ქრისტეს და ფარისევლებს შორის, ზუსტად რომ ისინი ამბობდნენ, რომ ეს ზეპირი უხუცესთა გადმოცემაც მოსესგან მოდის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, აი მაგალითად ძალიან რთული, მართლაც რთული იყო ეს ძალიან. აი მაგალითად მიეცათ ეს 5 წიგნი მოსესი, ხო? დღესაც ხო ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ აი ვინ გაგვიმარტავს სახარებას? აი არ მესმის. კითხულობ არ მესმის, აი განმარტებელი ხო გვინდა? და ვამბობთ აი იოანე ოქროპირი კარი განმარტებელია მაგალითად, ხო? ან სხვა ვინმე, ხო? აი ისე მოხდა მაგათანაც, ზუსტად იგივე მოხდა. ეს 5 წიგნი კი გონდა თორასი, მაგრამ ხალხს რომ არ ესმოდა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ დაახლოებით, აი ამ წიგნობრებმა, ასე ვთქვათ, ინტელექტუალურმა ხალხმა, ვინც რჯული იცოდა, შეიმუშავეს ნელ-ნელა განმარტება, როგორ უნდა ესმოდეთ რჯული, ხო? და ეს თელი ბაბილონის ტყვეობა ხო მე-5 საუკუნეში იყო, ქრისტემდე თელი ეს 5 საუკუნე ეს ჩამოყალიბდა, გესმით? აი ხლა უყურეთ, ერთი კითხვა, რომ გამოფხიზდეთ ცოტა, უყურეთ, აი დღეს ხა ჩვენ 21 საუკუნეში ვართ ახლა, ხო? თქვა რაიმე ცოდნა მოდის მე-16 საუკუნიდან ჩვენამდე, რაღაც ცოდნა მოდის. რომელიც არც წერა ავტორი ვიცით, არც წიგნებია დაწერილი, ხო? ზეპირ სიტყვიერებით რაღაც ცოდნა მოვიდა ჩვენამდე, ხო? და უკვე წარმომავლობა იმ ცოდნის და იმ განმარტების ვეღარ დაგვიდგენია. საიდან არის ეს ცოდნა? ავტორი რო ვიცოდეთ, ვიტყვით, რომ აი ავტორმა შოთა რუსთაველის მაგალითად რო გქონდეს ჩვენ ორიგინალი ხელნაწერი, შოთამ რო დაწერა და მოაწერა ხელი რომ მე ვარო ხო ეს ავტორიო, გასაგებია, მაგრამ ის ხო ჩვენამდე მოვიდა ესე ვესტყავსანი დაწერილი მოვიდა ჩვენამდე, მაგრამ წარმოიდგინეთ ზეპირად რომ მოსულიყო რაიმე ცოდნა. ამიტომ ფარისევლები ამბობდნენ ეს ჩვენ ახლა კი არ მოვიგონეთ. მოსემ თვით მოსეს მიეცა ღმერთისგან განმარტებაც ამ რჯულის. გესმით? აი მოსე რო ავიდა ის 1240 დღე-ღამე რო იყო იქ, მიეცა მას დაწერილი თორა 5 წიგნი და მიეცა მას ზეპირი ცოდნა, როგორ უნდა განმარტოს რჯული. გესმით? და წარმოიდგინე ახლა გამოჩნდა ღვთაებრივი მოძღვარი იესო ქრისტე და ეუბნება, არა, ეგ არ არის ღმერთის ნება. ღმერთის ნება ის, რომელიც დაწერილია მხოლოდ და ამაზე გიждდებიან, ცოფდებიან, რომ შენ ეუბნებიან, რომ ბატონო, რომ შენ არ ღვევ რჯულს ეუბნებიან. აი ამიტომ ეუბნება ქრისტე, რასაც გეტყვიან რჯულიდან დაიცავით და რასაც თვითონ საქმეებს, მათ საქმეებს, ანუ მათ განმარტებებს, მათ სვას, მათ ჰალახას, ნუ მიხედავ. ნახეთ მე რას ეუბნება მე-4 მუხლი, რადგან ძიმე ტვირთს კრავენ ძნელად სატვირთველს და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითის განძრევაც არ ცურთ მის დასახმარებლად. რადგან ეს თელი ეს ათასობით წესი ძალიან ძნელია შესასრულებლად, ხო? აი თუნდაც მხოლოდ ის რაც მე თქვენ ახლა გითხარით, რომ შაბათს როგორ უნდა გამოვართვა კაცს ქუჩიდან რამე, ერთი 30 წესს მოიცავს. ეს ხო უნდა იცოდე. ვინ ისწავლის ამას? ხო? და ძიმე ტვირთი გვაწევს ხრებზე, იმიტომ რომ ვერ ვასრულებთ. ვერ ვასრულებთ და ამიტომ ცოდავთ, მათი გაგებით ცოდავენ, გარბიან იმ ფარისეველთან, ვინც მაცოფელშია, რომ დაგვეხმარე, გვასწავლე, როგორ მოვიქცეთ, გესმით და თვითონ არ ეხმარებიან ისინი, რომ შეუმსუბუქონ აი ამ ტვირთის ზიდვა. შემდეგ მე-5 მუხლი. ყველა თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახად,
აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს. უყვართ აგრეთვე წოულებებზე სუფრის თავში ჯდომა და წინარიგებზე სინაგოგებში და მისალმება მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ რაბი, რაბი. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე რაბი, რანაიდან ერთია თქვენი მოძღვარი ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსაც უწოდებთ ვინმე სამქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი ქრისტე. ხოლო თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს, ვინაიდან ვინც აიმაღლებს თავის თავს დამდაბლდება და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს ამაღლდება. აი ასე ამით დამთავრებს უფალი თავის მოწაფეებთან საუბარს. ნახეთ და შემდეგ უკვე იწყებს წიგნობრებთან ლაპარაკს. ნახეთ რა ასვამობს, რომ ყველაფერს აკეთებენ გარეგნულად და აგანიერებენ სალოცავ თასმებს. მე ხო ადრე თქვენ განახეთ, მაგრამ კიდევ მინდა განახოთ. რა იყო სალოცავი თასმები? ნახეთ და ეგ ჩანს მე მგონი ეს ტეფილინს რომ ეძახიან, რომელსაც დილის ლოცვის დროს იუდეველები მაშინაც და ახლაც ხელზე იკეთებენ და თავზე იკეთებენ. ეს შავი კოლოფი რაც ფოტოზეა. შავი კოლოფი და ნახეთ ხელზე უკეთია ბიცეპსზე ეს, აი ამ კლავზე ეს შავი კოლოფი. და ამაში ჩადე პერგამენტზე დაწერილი რჯულის სიტყვებია, რომ ისმინე ისრაელ, გიყვარდეს შენი ღმერთი, ერთია უფალი შენი ღმერთი და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები და ლოცვის დროს ამას იკეთებენ მარცხენა ხელზე, რომ გულთან და გრძნობებთან ახლოს იყოს ღმერთი და შუბთან გონებას შუბზე, რომ გონებასთან ახლოს იყოს, რადგან ეს ჯულში ეწერათ მათ, რომ ხელზე შეიბი და შუბზე დაიწერე ეს სიტყვები, რასაც გიცხადებს უფალი შენი ღმერთი და წარმოიდგინეთ, აი ამ ტეფილინის ქამრებსო განიერებენ, რომ უფრო დიდი ტეფილინები ეკეთოთ ხელზე, აგრძელებენ სამოს, აი ეს ფოჩებიანი იუდეველთა სამოსი რომ იყო, რომ გრძელი იყოს ის გამოხატულება მათი რწმენისა და ხალხის დასანახად აკეთებენ ამ ყველაფერს. და ნახეთ ეუნება, აი ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ, მეორე რჯულის მოსეს ბოლო წიგნის მე-6 თავშია ეს სიტყვები. ისმინე ისრაელ, ერთია უფალი ჩვენი ღმერთი. ნახეთ დაუკვირდით, ერთია ღმერთი, უფალი ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი მთელი შენი გულით, მთელი სულით და მთელი შეძლებით. გულში კონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე. მაგრამ თავარი აქ არის ეს, ერთია უფალი ჩვენი ღმერთი, ხო? ნახეთ აი ამ მონაკვეთში, ნურს თქვენ იწოდებით რაბით. რადგან? ერთია მოძღვარი თქვენი ქრისტეო. აი, ხო წერია, ერთია ღმერთი, უფალი ჩვენი ღმერთი. და ქრისტე ამას იმეორებს, ამიტომ წოფდებიან ისინი, რომ ხვდებიან, რასაც ამბობს. რადგან ღმერთს უწოდებენ, იაჰვეს უწოდებენ, ერთია იაჰვე. იაჰვე არის ერთი უფალი, ერთი ღმერთია ის და ქრისტეუნება თქვენ მოძღვარს ნურავის უწოდებთ, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი ქრისტე. გესმით? შემდეგ ეუნება, ნურც მამას უწოდებთ ვინმეს, რადგან ერთია მამა თქვენი ზეციური და მესამედ ისევ ამბობს, ნურც წინამძღვარს უწოდებთ ვინმეს, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი ქრისტე. აი აქ ამბობს უფალი უკვე იმას, რომ ის არის ღმერთისგან მოსული. ხო, აი ჩვენ ხშირად ვთქვამს ხოლმე, რომ აი სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები ხშირად გვეუბნებიან, რომ აი გვაჩვენეთ საწერია, რომ ქრისტე ღმერთია. აი ქრისტე ასე ლაპარაკობს. მე ვარ ღმერთი, ასე არ იტყვის ქრისტე. ქრისტე ლაპარაკობს, რომ ღრმად, უფრო ბიბლიურად, უფრო თეოლოგიურად, რომ როგორც ერთია ის ღმერთი, ერთია მოძღვარი და ერთია წინამძღვარი იესო ქრისტე, რომელიც მათ წინაშეა. და ეუბნება, რომ ნახეთ, აი ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ აუცილებლად, პირველი ტიმოთეს ეპისტოლის მეორე თავი. ნახეთ, ტიმოთეს პირველი ეპისტოლის მეორე თავი. შემდეგ ამას პავლე მოციქული კიდევ უფრო მეტად გვეუბნება ჩვენ, უფრო სხვანაირად. მეორე თავის მე-5 და მე-6 მუხლები, ნახეთ. ამიტომ
აი? ამიტომ რადგან ერთი აღმერთი. ნახეთ, პავლეც იმეორებს იგივეს რჯულში რაც არის. ერთი აღმერთი და ერთია შუამდგომელი ღმერთსა და კაცს შორის, კაცი ქრისტე იესო. და იუდეველებმა ხო იციან რომ რჯულიდან ის რომ ერთია და შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის ერთია კაცი იესო. რომელმაც მისცა თავი ყველას გამოსასყიდად, რათა ემოწმებინა თავის დროზე. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იობის წიგნში წერია ეს, რა იობი რო ჩავარდება იმ საშინელ განსასწრელში. იქ იობი ამბობს, ნეტავ მყავდეს შუამავალი ღმერთთან, რადგან როგორ დაველაპარაკო ღმერთს? როგორ ის ხო კაცი არ არის, რომ ერთად წავიდეთ სასამართლოში მე და ის. ნახეთ როგორ სიტყვებს ამბობს? აი, ღმერთი ხო კაცი არ არის, რომ როგორც ორი ადამიანი ერთად მიდის სასამართლოში, რომ გაარჩიან საქმე, რომ იტანჯება იობი და ვერ გაუგია, რატომ იტანჯება, რატომ დაატყდა ეს ვაება თავს. და ამბობს, რომ ნეტავ მყავდეს შუამავალი. ისეთი კაცი მყავდეს ვიმე, რომ მე და ღმერთს ორივეს დაგვადოს ხელი და დაგვალაპარაკოს ერთმანეთთან. გამოჩნდა ასეთ შუამავალი. იესო ქრისტე ასეთ შუამავალი და ამიტომ ამას პავლე რომ ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის ქრისტე იესო. და შემდეგ მე-13 მუხლიდან იწყება აი ეს ვაებანი, რომელსაც ამბობს იესო ქრისტე წიგნობრებზე და ფარისევლებზე. ნახეთ 8 ჯერ ამბობს ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველო 8 ჯერ. ნახეთ თავარი მტრები არიან წიგნობრები და ფარისევლები და 7 ჯერ უწოდებს მათ თვალთ მაგცნო. ვაი თქვენ თვალთ მაგცნო. ნახეთ ანდახან აი ეს ვაი შენდაო ვიღაც რო გეტყვის შეურაცხყოფ ეს არის ხო საწყენია ადამიანს რო გითხრას ეს ადამიანმა რო ადამიანს გითხრას ვაი შენ რო ასეთი სულელი ხარ მაგალითად იმას რომ გითხრას ძალიან გეწყინება ხო ღმერთი ეუნება მათ ვაი თქვენ და დიდი უბედურება გელით აი ამისთვის თვალთ მაგცნო. მოდი ჯერ ეს სიტყვა გავმარტოთ აუცილებლად. თვალთ მაგცნო რას ნიშნავს? სიტყვა თვალთ მაგცი. მოსაჩვენებლად რომ აკეთებს. ხო, და ბერძნულში ამას ქვია ჰიპოკრიტის. ჰიპოკრიტეს არის სიტყვა, რომელიც აღნიშნავდა მსახიობებს. მსახიობებს, აი ანტიკურ სამყაროში მსახიობები იყვნენ ჰიპოკრიტები და რატომ? იმიტომ რომ ნიღბებით, განა ანტიკურ სამყაროში არ იყო თეატრები, ნიღბებით, თავის მოჩვენებით, ყველამ იცოდა რომ ეს ის არ არის, რასაც თამაშობს. და აი ამ სიტყვას ეუნება ქრისტე. აი ბერძნულში ეს არის ჰიპოკრიტეს, ვაი თქვენ მსახიობებო, თვალთ მაგცნო. ძველ ქართულში აი მაგალითად მე მგონი ერთხელ ბავშვობაში საკითხული მაქვს, მე მგონი ეგნატე ნინოშვილს აქვს, მე მგონი თუ არ მეშლება ერთ-ერთ მოთხრობაში რომ ვიღაცა თავადი შვილზე წერს რომ პეტერბურგში უცხოვრია დიდხანსო იმასო და იქაო თვალთმაგცობა უსწავლია თურმეო და ჩამოსულაო ქუთაისშიო და იქაო თვალთმაგცობით აკეთებდა ამას. რა იყო ეს თვალთმაგცობა? სახეობობა უსწავლია თურმე, ეს ჯამბაზობა, რაღაცა ოინბაზობა და ანუ თვალთმაგცობა ჩვენ ქართულშიც ამასგან ამას ამბობს ზუსტად და ქრისტე აი ამ სიტყვას უწოდებს 7 ჯერ. თქვალთ მაგცნო. ბატონო? მსახიობებო, რადგან რასაც აკეთებთ გარეგნულად არა ხართ ის შინაგანად. გესმით? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამისი გააზრება, რომ ჩვენც როცა სარწმუნოებას შეუდგებით, გარეგნული რაც არის, შინაგანიც ის უნდა იყოს აუცილებლად. რომ ეს ყველაზე მეტად ზულს ღმერთს. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაგცნო, ცათასასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას. პირველი ბრალდება ყოველთვის მნიშვნელოვანია პირველი. ვაი თქვენ და რომ ცათასასუფეველს უხშობთ ხალხს, არც თქვენ შედიხართ და არც სხვას ანებებთ შესვლას. რატომ არ შედიან თვითონ და რატომ სხვასაც არაც? აი რა არის? თავარი მათი დანაშაული თავარი რა არის? ამის აგეგება მნიშვნელოვანია. აი რატომ რითი უხშობენ ისინი სასუფეველს ხალხს? არასწორი სწავლებით რასაც სწავლიან ისინი? ჯულს ასწავლიან, არასწორად. კიდევ?
განუმარტავენ არასწორად. კიდევ? ანუ ბრმარი არ ესმით რჯული და ასწავლიან სხვას. მაგრამ თავარი დანაშაული, ახლოსა ვარ, მაგრამ თავარი საქმით დამტკიცები რაც ასწავლიან. კიდევ? თვითონ არ უნდათ ის რასაც სხვას ასწავლიან? კიდევ ერთი თავარი. ცათა სასუფეველი რითი გაიღო? რითი? იესო ქრისტეს ჯვარცმით. თავარი მოლოდინი რჯულში უნდა ყოფილიყო მესია. ქრისტე უნდა ყოფილიყო თავარი მოლოდინი. და ფარისევლებს მათთვის უნდა ესწავლებინათ, რომ თქვენ ამ საქმეებს ვერ აღასრულებთ. განა უნდა დაემატებინათ კიდე დამატებითი მცნებები, რომ ამას თუ ასე ასრულებთ ცხონდებით. მათ უნდა ეთქვათ, რომ ხალხო ველოდოთ მხსნელს. ხომ ხედავთ, რომ რჯულს ვერ ასრულებთ. ანუ მხსნელი გჭირდება, ვინც გამოგვიხსნის, ვინც გვასწავლის, როგორ გადავრჩეთ, ვინც გაგვიღებს სასופველად. ეს უნდა ესწავლებინათ მათ. მაგრამ ამის მაგერ მათ რა ასწავლეს? დაამატებით დაუმატეს, მას ჩვენ როგორც გასწავლით, ამ სახით, ამ ათასობით მცნებას თუ კიდე დაუმატებ და ასე შეასრულებთ, სასופველში შეხვალთო, მაგრამ ხო ვერ შევდიოდნენ. მაინც ხო ვერ ასრულებდნენ იმას. იმას ვინ შეასრულებს იმდენია. გესმით? ამითი დაუკეტეს სასופველი მათ, თვითონაც თავისთავად იქ ვერ შევლენ და სხვასაც არ აცდიან შესვლას. გესმით? ეს აუცილებლად გასააზრებელია. აბრაამი, ისააკი, იაკობი რატო იყვნენ მართლები, მამამთავრები? მოსე რატო იყო მართალი? აბელი რატო იყო მართალი? აბელი, ჩვენ ახლა მართალი აბელის სისხლიო. რატო იყვნენ მართლები ეს ყველანი? რატო იყო მაგალითად წინასწარმეტყველი ესაია მართალი კაცი? რატო იყო იობი მართალი? იმიტომ რომ ყველა ელოდა იმ ერთ მხსნელს. იმ ერთ მხსნელს ელოდა და ამით იცოცხლობდნენ. აბრაამი მაგალითად, აბრაამი თავარი მაგალითია ამის. აბრაამს რო უთხრა ღმერთმა წადი იმ ისრაელის მიწაზე დასახლდიო. რა უთხრა აბრაამს? იცოდე, შენ გაგამრავლებ და შენი თესლისგან მოვახსნა. ხო? შენი შთაომავლისგან. აბრაამმა ეს დაიჯერა. აბრაამს მაშინ არ ქონდა არც რჯული, არც მოსე არ იყო ჯერ მოსული, არც მცნებები, მაგრამ მან ხსნელის სადმი, მაცხოვრის სადმი, მწმენის გამო წავიდა და ტოლვილი იყო. განა რამე ქონდა, კარვებში ცხოვრობდა, გაჭირვებული, მაგრამ დასახლდა იქ, იმიტომ რომ იმ ერთი ხსნელის მოლოდინის გამო, გესმით? და მთელი რჯულში ვინც კი მართლები იყვნენ, ამიტომ იყვნენ მართლები. გასაგებია? ამიტომ ეუნება ქრისტე, რომ ამიტომ თქვენ დაუკეტეთ სასופველი ადამიანებს და არ უშვებთ ჯირით. შემდეგ ეუნება, ვაი თქვენ წიგნობარონ და ფარისეველნო, თვალთმაგცნო, ვინაიდან თქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს, მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი. თქამთ ქვრივთა სახლებს თან ლოცულობთ, რას ნიშნავს? რომ ამ მთელი სისტემა რაც მათ შექმნეს, თან ხალხს იმსახურებს. თან ვალდებულნი არიან ხალხი რომ მათ ემსახურონ, მიუტანონ შესაწირი, მიიტანონ ის რაც აასრულონ, რიცაც მათ დაუწესეს, გესმით? და იმ გაჭირვებულ ხაწყალ ხალხს ქვრივთა სახლების დანთქმა ამას განასახიერებს და ამ უკანონობას ხო ასწავლით და თან გამოსავალი გაქვთ მაქედან. თან მაქედან სარგებლობთ და ამ ხალხს კიდე უფრო მეტად უმძიმებთ და ამიტომაც მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი. ვაი თქვენ და წიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაგცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა და ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი და როცა მოაქცევთ, გენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ უფრო მეტად. რა საინტერესო მოხლია, ნახეთ? დაძრწიხართო და ცდილობთო რომ იპოვოთო ზღვასა და ხმელზე, ანუ ვიღაცა არაიბრაელი შეიძლება, სხვა ერის კაცი და გინდათ რომ დააჯეროთ, მოაქციოთ რომ თქვენია სწორი სარწმუნოება და რომ მოაქცევთო, გენის კერძად აქცევთო. ღუპავთო, თქვენზე უფრო ორჯერ მეტად დაღუპულიაო, რატომ? იმიტომ რომ ამათმა ეს რჯული კი იციან, ფარისევლებმა თვითონ და განმარტებაც იციან, ხო? მაგრამ იმას ვისაც მოაქცევენ, მხოლოდ განმარტებას ასწავლიან. იმას კი არ ასწავლიან, რაც რჯულშია სინამდვილეში. ეუნებიან, არა,
ეს ასე უნდა იცოდე, როგორც ჩვენ გეუბნებით, გესმით? აი, რაც დღეს ჭირთ ხშირად იუდეველებს, ხო? რომ მაგალითად, როცა ბავშვი იზრდება ებრაელი, ბიბლიას რომ ასწავლიან, პირდაპირ თალმუდიდან ასწავლიან. გესმით? ისე კი არა, როგორც ბიბლია რომ წაიკითხოს და თვითონ იფიქროს ამაზე, აი თავისუფლად, არა. პირდაპირ აი, როგორც რაბი ესა და ეს გეუნება, როგორც რაბი ის გეუნება, აი ასე უნდა გწამდეს. ამიტომაც ის ორჯერ უფრო მეტად დაკარგულია, იმიტომ რომ არც ის იცის მოსემ რა თქმა. დაწერილი რჯულიც არ იცის, გესმით? ვინც დაწერილი რჯული იცის, შეიძლება ის როდესმე დაფიქრდეს და თქვას, რომ იქნება ასე კი არა, ასეა კაცო. იქნება ამას კი არა, ამას ნიშნავს, ხო? მაგრამ არა, ვისაც იქაც მისასვლელი არა აქვს. აი მაგალითად, ძალიან მარტივი მაგალითი. სახარებას რო გასწავლეთ მე თქვენ ახლა სიტყვაზე. და გიგრძელავდეთ, თქვენ არ წაიკითხოთ სახარება. ახალი აღთქმა თქვენთვის აგრძელულია რო გითხრათ. აი მე რასაც გეუნებით აქ, ის არის მხოლოდ. კარგი იქნება ეს? და დაუშვათ მე აურიე და არასწორს ლაპარაკობ რაღაცას და თქვენ გჯერათ რომ მამა რაღაცა რასაც ამობს, მოძღვარი რასაც ამობს, ის არის. ხო თქვენ უფრო მეტად დაბნეულები იქნებით, ხო? იმიტომ რომ არც სახარება იცით და განმარტებაც ცდა არ იგავთ, ხო? აი ამას ამ მუხტში ამას ეუნება უფალი. ვაი თქვენ და ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ, თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია. ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა. ფშლეგნო და ბრმანო, რომელი უფრო მეტია, ოქრო თუ ტაძარი, რომელიც განწმენს ოქროს? და მერე, თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხეველს, არაფერია. ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, ის ვალდებულია. შლეგნო და ბრმანო, რომელი უფრო მეტია, შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც განწმენს შესაწირავს? რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყველაფერი იმას, რაც საკურთხეველზე დევს. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც. და ვინც დაიფიცავს ცას, იფიცავს ღმერთის ტახტსა და მასზე დომს. რა არის ახლა აი ამ სამ მუხში ძალიან საინტერესო. ნახეთ, ებრაელებმა, მათ აი ამ ფარისეველებმა მწიგნობრებმა შეიმუშავეს ფიცის პრაქტიკა. აი ფიცი, ნედარიმ ქვია ამ ტრაქტატს თალმუდში, როგორ უნდა დაიფიცო. ან რა უნდა დაიფიცო, რა სახით, რა გეპატიება, რა არ გეპატიება, რაზე ხარ ვალდებული, რა შეიძლება გაუქმდეს, გესმით? და აი ისინი ამბობდნენ, აი ნახეთ, თუ დაიფიცავ ღმერთს, ღმერთის სახელს თუ ახსენებ, ეს აკრძალულია. მაგრამ თუ იტყვი, ფიცავ ცას, ან შემცვლელ სახელს იტყვი, ну, ეს გეპატიება შეიძლება თქვათ და დაგერღვეს ეს ფიცი და ის არ არის სასიკვდილო ცოდვა, გესმით? ანუ, ას თქვენ ამბობთო, რომ ვინც დაიფიცავსო ტაძარსო, შეიძლება გატეხოს ეს ფიცი. ფიცავ ტაძარს, რომ შევასრულებ ამ ჩემ აღთქმას, მაგალითად, ხო? ვინც ამას გატეხს, ეპატიება, მაგრამ ვინც იტყვის, ფიცავ ტაძრის ოქროს, ის რაც ტაძარშია, ის ოქრო შესაწირი, ამის დარღვევა არ შეიძლება. რომ ოქრო უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც იწირება ტაძარში. დროის მათ ჭირდებათ. ის მათ აძლევთ საშუალებას, რომ იმით იცხოვრონ, ხო? ან თუ იტყვითო, რომ საკურთხეველს ფიცავ, საკურთხეველი დგას ტაძარში, დიდი 2.5-2.5-ზე ოთხკუთხედი ეს იყო ცეცხლის ადგილი, სადაც იწირებოდა ეს მსხვერპლი. ვინც იტყვის საკურთხეველს ფიცავ, ეპატიება. მაგრამ ვინც იტყვის მსხვერპლს ფიცავ, რომელიც საკურთხეველზე დევს, ის არ ეპატიება. რადგან მსხვერპლი აუცილებელია. ის უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც საკურთხეველზე დევს. და შლეგნო და ბრმანო ეუნება, განა ის უფრო მთავარი არ არის, ტაძარი, ვიდრე ის ოქრო, რასაც შეაქვს ხალხს. განა საკურთხეველი უფრო მთავარი არ არის, ვიდრე ის რა იწირება ზედ. იმიტომ რომ ხო არსია მთავარი, ხო რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აი მაგალითად ძალიან საგულისხმოა და იმიტომ მინდა თქვა, ერთი პოლიტიკოსი ყური მოვყარი ამასინაც ლაპარაკობდა, რომ კაცო, გავგიჟდებიო რა, ეს კაცი ამბობდა. გახსოვთ ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსი გავრილოვი რო ჩასვეს, ხო გახსოვთ? და ვეუნებიო ამათო, ვინც ეს გააკეთა, რომ როგორ შეიძლებაო ზვიად გამსახურდია სკამში შეიძლება ოკუპანტი ჩასვაო? ვეუნებიო. ესენი მეუნებიანო, რომ ეგ ის სკამი არ იყო, ეგ სხვა სკამი იყო, ის სკამი სამუზეუმშიო. გესმის? მე ვეუნები იდეაზე. პარლამენტის თავმჯდომარის სკამი იდეაშია ზვიად ის სკამი. ხო ის
ხეზე კი არ არის ლაპარაკი ხედევს თუ ხისკამი თუ ქვისკამი, ხო? ეს მეუნებაო რომ არა, ეგ მატერიალური ის კი არ არის, ის სხვაგან დგას ახლა, ეს სხვა სკამი იდგა. აი ეს მომენტია ზუსტად, იმიტომ რომ შენ ის უნდა გესმოდეს არსი იმისი, რასაც აკეთებ და არ უნდა უყურებდე იმას მატერიალურად, გესმე? და შლეგნო და ბრმანო, ამიტომ ეუნება რომ ასე როგორ შეიძლება გაშლეგდე და დაბრმავდე ადამიანი, რომ ეს არ გესმოდეს, ხო? ხო გასაგებია. აი მაგალითად მე რო თქვა ახლა რომ ეს ქრისტეს სახარება რო თქვა აი ამაზე მაგალითად, თქვენ რომ მითხრათ არა, ეგ ქრისტესი არ იყო, ის სხვა არისო, მაგალითად რომ მითხრათ, ხო? ქრისტესი არ არის ეს, იმიტომ რომ ქრისტესს არ ჭერია ხელში რომ მითხრათ, ხო? ეს ხომ იდეაშია ქრისტესი, ხო? მისია, სიტყვა, ხო? მას ეს ქონდა პირველად თუ არ ქონდა, მას რა მნიშვნელობა აქვს? გესმით და აი ასე დაბრმავებულნი არიან, რომ თავარს უულებელყოფენ და მეორე ხარისხოვანზე აქვთ ორიენტაცია. და შემდეგ 23 მუხლი ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს, პიტნისას, კამისას და კვლავისას და დაგიტოვებიათ ის, რაც უფრო უმთავრესია რჯულში, სამართალი, წყალობა და სარწმუნოობა. ეს უნდა გექნათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ. ნახეთ, ჩვენ ხო ვიცით რჯულიდან რომ უფალი ამბობს ძველი აღთქმიდან წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. წყალობა, მე მინდა რომ მოწყალენი იყოთ თქვენ თვითონ, გესმით? თქვენი შესაწირი მსხვერპლი კი არ მჭირდება. მე მინდა რომ მოწყალენი იყოთ, ამას ამბობს. შემდეგ მიქა წინასწარმეტყველთან არის, ეს არის მიქას მე-6 თავი, მინდა გაჩვენოთ, ნახეთ. ხომ გეუწყა შენ ადამიანო, რა არის სიკეთე და რა სითხოვს შენგან უფალი? აი რა სითხოვს შენგან უფალი? ხომ იცი, რატომ არ ასრულებ? მხოლოდ სიმართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე. ნახეთ, აქ არის სამი რამ წერია. თქვენო ყველა მინდა მოსავლიდან პიტნას რომ მოკრებთო, მეათედს წირავთო. მეათედი უნდა შეეწირათ. პიტნა რა არის, ხო? კამა რა არის? ხო, კამის მეათედი გახსოვს. კამის მეათედი ახსოვს და დაგვიწყებიათო სამართალი, ანუ სამართლიანი სასამართლო, აი ჩვენი ხალხი მორწმუნე რო იყოს, აი ეს ეცოდინებოდა. ვაი თქვენ და ეუნება, ვაი თქვენ და რომ დაგივიწყებიათ სამართლიანი სასამართლო, შეწყალება ადამიანის და მესამე აქ წერია რწმენა, ხო? რწმენა არ არის ზუსტი სიტყვა. მეწეროს სარწმუნოობა, რომ სანდონი იყვნენ თქვენ თვითონ. სარწმუნოობა, რომ სარწმუნო იყო ადამიანი მოსამართლე თუ მასწავლებელი. დამარჯერებელი იყო. შენ თვითონ სარწმუნო იყო, რომ შენ რო გისმენენ, უნდა სწამდეთ, რასაც ამბობ იმის. გესმით? ანუ რა არის თავარი? ანუ ჩვენ რო გვახსოვდეს ეს, ჩვენს ერშიც ეს უნდა ისოდეს ახლა. სამართლიანობა ერთმანეთს შორისაც და სამართლიანი სასამართლო. მეორე წყალობა, შემწყალებლები უნდა ვიყოთ, რომ არ უნდა გემეტებოდეს ადამიანი ასე სასტიკად დასასჯელად და მესამე სარწმუნო უნდა იყოს თავად მოსამართლე და მასწავლებელი, რომელიც ამას აკეთებს. აი ქრისტე ამას ეუბნება, რომ ეს სამი დაგივიწყებიათ და კამის მეათედს უყურებთ. შემდეგ ეუბნება ბრმა წინამძღვარნო, რომელიც გადასწურავთ ქინქლს და აკლემსკის თანთქამთ. ანდაზაა, რომ ქინქლას უყურებ და აკლემსკი და შეჭამ ისე როგორც არ გაინტერესებს. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელიც გარედან წმენთ სასმის და ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან განწმინდა სასმისი თუ ჯამი, რათა წმინდა იყოს გარეთაც. შინაგანია მთავარი, შინაგანი სიწმინდეა მთავარი. აი ამ განწმენდაზე თქვენ რომ ნახოთ, აი მე აღარ მინდა რომ ისა რომ მეტი დრო წაგვართვას. ჩამოთვლილია აი ამ თემაში, მიშნაში. მიშნა არის ეს სწავლება, განმარტება რჯულის. ჩამოთვლილია ქვის თუა ჭურჭელი, ხის, ქვის, თიხის, რკინის ან შუშის როგორ უნდა რა წესებია, რას რომელ ჭურჭელს როგორ ჭირდება გაწმენდა. აი მაგალითად ქვის ჭურჭელი თუ გაუწმინდურდა, აი მაგალითად რაღაცა შეეხო უწმინდურს, ხო? ის და დაიმსხრა შემდეგ მისი ნატეხები
უწმინდური რჩება. რატომ? იმიტომ რომ ქვას უფრო ღრმაღარები აქვს, ვიდრე მაგალითად შეიძლება კონდეს თიხას. ამიტომ ქვისას სხვანაირად უნდა მოვექცეთ და თიხისას სხვანაირად უნდა მოვექცეთ, ხო? რკინა მაგალითად უნდა გავახუროთ ასე, რომ განიწმინდოს და მთელი ეს წესებია, რიტუალური წესები, რომ განწმინდეს და ხისტე ამას ეუბნება, რომ აი იმას რო უყურებთ, გარედან როგორი არის ჯამი, პრიალებს, სულთა, აი ამ წესებს რო აკვირდებით, შიგნიდან გამოწმინდეთ. შინაგანია მთავარი და ამას თავის თავზე ეუბნება, როგორც ადამიანებს. ვაი თქვენ და მწიგნობარო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, ასე რომ გავხართ შეფეთქილ საფლავებს, გარედან მშვენიერნი რომ ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლები და ყოველგვარი უწმინდურებით, ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი გონი ხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაგცობითა და ურჯულოებით. საფლავები მართლაც იმ დროს ისრაელში. აი ხო კლდეში იყო ხოლმე გამოჭრილი საფლავები, ხო? ყოველ გაზაფხულზე თურმე ჭირით ღებავდნენ ამ საფლავებს. აი ამ ადგილსაც ნიშაა. რატომ? იმიტომ რომ შესამჩნევი ყოფილიყო და განსაკუთრებით მღვდლებისთვის არ შეიძლებოდა მკვდართან შეხება საფლავთან და ხალხიც რო არ გაწმინდურებულიყო, ამიტომ საფლავი უნდა ეს ნიშა საფლავის შესამჩნევი ყოფილიყო და ეს იმას იწვევდა, რომ სულ საფლავის ეს ადგილი თეთრად ქათქათებდა, იმიტომ რომ შესამჩნევი იყო და მაგალითად შესახედავად ლამაზი იყო და აი ამაზე უნება ქრისტე. აი ამ შეფეთქილ, კირით შეფეთქილ საფლავებს გავხართ, გარედან ქათქათა, შიგნით კი ძვლები და სიკვდილია. აი ასევე ხართ თქვენც, აი ამ თქვენი ცრუ სწავლებით. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, რომლებიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს და ამბობთ, ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლშიო. ამრიგად თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ და აღავსეთ საწყაული თქვენი მამებისა. ნახეთ რას ეუბნება, რომ თქვენ გარეგნულად პატივს სცემთ წინასწარმეტყველების საფლავებს, ამკობთ, აშენებთ, მართლაც ეს მონუმენტური ქვის ნაგებობები იყო ხოლმე წინასწარმეტყველთა საფლავები. მაგალითად მოციქულთა საქმეში ნათქვამია, რომ დავით მეფის საფლავი აქ არის იერუსალიმში, ჩვენ შორის არისო და შემკული იყო მართლაც დიდებულად. მაგრამ ამბობთო, რომ ჩვენ რო გვეცხოვრა იმ დროსო, ჩვენ არ მოუკლავდით წინასწარმეტყველებს. ბატონო? ამრიგად თქვენ თვითონ აი თქვენი საქმით და ქცევით ადასტურებთ, რომ თქვენი მკვლელი წინაპრების ნამდვილი ნაშიერები ხართ და აი თქვენ ავსეთ საწყაული თქვენი მამებისა. რას ნიშნავს ეს? იმაზე უარესი, ხო? იმიტომ რომ იუდეველებს სწამდათ ასე, რომ ღმერთი პირდაპირ არჯის ადამიანს, ელის, სანამ აივსება საწყაული მისი მოთმინებისა. გესმით? და აი მაგალითად რიცხვთა წიგნში არის ესეთი ადგილი, მე-14 თავშია, რომ ღმერთი ამბობს, რომ 10 ჯერ გამომცადესო მე მაგათმაო. და აი ამიტომ დავსჯი ახლა მაგათ. აი, როცა მივლენ იმასთან აღთქმულ მიწასთან და როშ ვერ შევლენ. აი იმაზე ნათქვამი, რომ პირდაპირ კი არ დავსაჯე მეგენიო. ვითმინე 10 ჯერ გამომცადეს, 10 სრულყოფილების რიცხვია. და 10 ჯერ რო გამომცადეს, მერე მოავლინე მათ თავს სასჯელიო. აი ქრისტეც ამას ეუბნება მათ, რომ აი ამდენ ხანს ღმერთი ითმენდა თქვენ ამ ურჯულოებას, ხო? ჩვენ ხო წინა საუბარზე ჩამნახეთ, რამდენი წინასწარმეტყველი ყავთ მოკლული, რამდენი ყავთ ნატანჯი, რამდენი ყავთ დევნილი, ხო? აი იერემია წინასწარმეტყველის წიგნშია მაგალითად, რომ ესაო გამოიყვანესო ერემიაო იმ დროს ტაძრის ის ვინც იყო, ერემიას დროს რა ხდება? ბაბილონი მოდის ისრაელის დასაპყრობად და ღმერთი უცხადებს ისრაელს, რომ ეს ბაბილონის შემოსევა არის სასჯელი ჩემგან თქვენზე. აი ამ ურჯულოების გამო, ამიტომ გაჩერდით, ნუ ებრძვით ამათ, იმიტომ რომ გარდაუვალია თქვენი ტყვეობა. თქვენ 60 წელი უნდა გაატაროთ ტყვეობაში. და ერემია ამას ხადაგებს, გესმით და ბრაზობენ ერემიაზე. აი ღვთის სიტყვას უცხადებს და ბრაზობენ და გამოიყვანესო ერემია და სცემესო.
აი ეს ტაძარში ეს წინასწარმეტყველი სცემესო, იმის ბრძანებითო, მღვდელმთავარი ვინც იყო, იმის ბრძანებით სცემესო და ჩააგდესო საპყრობილეში. მე ცოტა ხანში გამოუშვესო და ეს ნაცენ ნაგვემი რო გამოვიდა, ნატე თქვიო, ღმერთ შესტიროდაო, რო ღმერთო, რატო მე ხო შენ სიტყვებს უცხადებ ამათო და რატო ეს სატანჯველი ჩემს თავსო? დამეხმარეო, ანუ გამომიჩდიო, რომ აი ამ დღეშია. გესმით? ეს ერემი ეს ერთი მაგალითია და ბევრი მოკლული ყავთ, ნატანჯი ყავთ და დევნილებაში იყო ბევრი წინასწარმეტყველი და ქრისტე ეუბნება რომ აი ღმერთი იწმენდა აქამდე იოანეც ხომ მოკლეს, ეხლა იოანე ნათლისმცემელს თავი ხომ მოჰკვეთეს და აი ქრისტეს კვლელობით აივსება საწყაული ღმერთის მოთმინების. და რა მოხდება? საბოლოოდ კარგავენ ტაძარს, იერუსალიმს, ისრაელს. ამ ხელა ტყვეობა და გადასახლება ისრაელს არასდროს არ ქონია. აი ეს სიტყვები ამას ადასტურებს ზუსტად რა. გესმით? მორჩა აივთო ღმერთის მოწმინების თიალა და ქრისტეს კვლელობის შემდეგ 38 წელში ისრაელი ნადგურდება საბოლოოდ და ახლა ტაძარი ბაბილონელებმა დაანგრიეს ტაძარი, მაგრამ აღადგინეს ტაძარი ისე. ღმერთის ბრძანება იყო რომ აღადგინეს. შემდეგ ჰეროდეს დროს უფრო დიდი და გრანდიოზული გახდა ტაძარი, ხო? მიუხედავად ყველაფრისა ღმერთი პატიობდა მათ. მაგრამ ქრისტეს კვლელობა ღმერთმა აღარ აპატია მათ და ამიტომ ის ტაძარი დღემდე დანგრეულია და დანგრეულია როგორ? ის ისლამური სალოცავი დგას ზუსტად იმ ადგილას, სადაც იყო ის ტაძარი. აი, მხოლოდ ამის გამო მაინც ხო უნდა მიხვდე, ებრაელი რო ხარ, ან იუდეველი რო ხარ, ან ქრისტიანი რო ხარ, თუნდაც რომ ეს ყველაფერი ღვთის რისხვაა იმის გამო, რაც მოხდა. მაგრამ აი, ახლა კითხვა იბადება, ბარემ ცოტა აბას რა დავუხვიოთ რომ მაშინ რატო დაბრუნდნენ ის ებრაელები ისრაელში? აი, ხო დაბრუნდნენ ებრაელები ისრაელში, რატომ? მოინანიეს, შეინანეს? აბა რატომ? იმიტომ რომ მეორედ მოსვლა ძალიან ახლოს არის. მეორედ მოსვლისთვის ისინი იქ უნდა ცხოვრობდნენ. ნაწილი მათგან მცირე ნაწილი მოიქცევა და იცნობს ქრისტეს მეორედ მოსვლისას და მაგრამ ისრაელი უნდა იქ იყოს. ღმერთის ნება არ გამრუდება. პირველ მოსვლაზე ის არ მიიღეს, მეორედ მოსვლაზე უნდა მოხდეს ისე როგორც ღმერთის ნება, ის ნაწილი ისრაელის მას იწამებს და მიიღებს და ატირდებიან მის გამო და ისრაელში გამოჩნდება ქრისტე. აი ამიტომ შეიკრიბა ისრაელი, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში ხომ წერია რომ ქვეყნის კიდეებაშიც რო იყვნენ გადახვეწილებიო, ღმერთი ეუბნება ებრაელებს. არწივის ფრთებზე შეგისვამთ და მოგიყვანთო თქვენს მიწაზე და იქ დაგაბრუნებთო, რადგან იქ უნდა დახვდეს ისრაელი თავის მესიას, იმიტომ რომ ქრისტე ხომ ისრაელში მოვიდა. და აღსებულია თქვენი მამების საწყაული ეუბნება. აი ახლა ავსებენ ამ საწყაულს რა, აი როგორი ტრაგიკული მომენტია. აი ეხლა სამშაბათია, 4 შაბათი, 5 შაბათი და პარასკევს კლავენ მესამე დღეს. და ქრისტე ეუბნება თქვენ ახლა ავსებთ იმ თას, მოწმინების თას, ღმერთისას. გველნო იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გენის სასჯელს. აი გველნო იქედნეს ნაშიერნო, შეხო თქვით, მე მინდა ეს ადგილი აუცილებლად გაჩვენოთ. ცოტა მოიკრიბეთ კიდე ენერგია, იმიტომ რომ ეს ადგილები მინდა რომ დარჩეს, რომ შემდეგ ჩვენ ნახოთ კიდევ როცა მოусმენთ. აი გველი, რატომ არის ეშმაკის სიმბოლო, ხო? იმიტომ რომ ბიბლიაში ჩვენ ხედავთ, აი პირველ თუნების დროს რომ ეშმაკმა გველის სახით მივიდა, როგორც მედიუმი ისე გამოიყენა ეშმაკმა გველი. იგავთა წიგნი სოლომონის, ხომ გახსოვთ? სოლომონ მეფის იგავთა წიგნი 30 თავში არის ასეთი ადგილი, უყურეთ. 30 თავი. და ამბობს 3 რამ მაოცებს და 4 რამ არის, რაც ვერ გამიგია. რა არის ეს 4 რამი, რაც ვერ გამიგია? ნახეთ. ცაში არწივის კვალი, როგორ ახერხებს ცაში არწივი ფრენას, კლდეზე გველის კვალი, შუაგულწყალში ხომალდის კვალი და ქალწულში კაცის კვალი. ქალწულში კაცის კვალი, ეს თავისთავად წინასწარმეტყველებაა ღვთისმშობელზე, რომ ის უკაცო შობა მოხდება მასში. და აი მეორე კლდეზე გველის კვალი, რატომ არის საკვირველი? რა არის საკვირველი? კლდეზე რო გველი გაისრიალებს.
ყვალს არ ტოვებს, ხო? ხო, როგორ მაგრდება, როგორ იმაგრებს და ხო, ვერ გაიგებ იყო თუ არ იყო. მაგრამ აი ქრისტესთან მიმართებაში რას ნიშნავს? კლდეზე გველის კვალი. ხო, კლდე არის სულიერი კლდე ქრისტე. კლდე არის ქრისტეა სულიერი კლდე. პავლე ხო ამბობს რომ აი რო გამოვიდნენ ეგვიპტიდან ებრაელები კლდეს დაარტყა მოსემ კვერთხი ღმერთის ბრძანებით და გადმოუდინა წყალიო, ხო და გადარჩა ისრაელი იმ წყლის გამო. და ის კლდე ქრისტეაო, ხო ამბობს პავლე. და კლდეზე გველი არის აი ეს სამშაბათი. მთელი 3 წელი, მაგრამ განსაკუთრებით ეს შაბათი, კლდე არის ქრისტე და ეს გველი ცდილობს რომ რაღაცა ავნოს და ვერაფერ ყვალს ვერ ტოვებს მასში. აი ხო ამბობს შემდეგ ქრისტე გეცემანის ბაღში რომ აჰა მოდი სამ ქვეყნის მთავარი და ვერაფერს იპოვის ჩემში. ანუ ვერ დამატყობს ვერაფერ ყვალს, ვერაფერს ვერ მიპოვის, რითაც შეიძლება ბრალი დამდოს ღვთის წინაშე. კლდეზე გველის კვალი ეს იგავთა 30 თავიდან აი ამას ნიშნავს. და ამიტომაც ეუბნება შემდეგ ნახეთ როდესაც მანამდე როცა ევა და ადამი და ევა დაეცემიან, რას ეუბნება ევას ღმერთი? უბრალოდ სატანას ეუბნება, ტრობას ჩამოვაგდებ შენს თესსა და დედაკაცის თესს შორის, გველს ეუბნება, ის თავს დაგიმსხრევს, შენ გულს დაუმსხრევ, ხო? ამას ეუბნება. აი, გველსა და ადამიანის შორის ტრობა, აი უკვე იქ ჩანს, იმიტომ გველი არის ეშმაკი. და გველი ეს ცხოველი კი არა ბიოლოგიური ცხოველი. არამედ სიმბოლოა გველი იმ სატანის და რადგან საშიში ცხოველია განსაკუთრებით გველი ადამიანისთვის, ამიტომაც სიმბოლო გახდა გველი ეშმაკისა. და ბოლოს აი ნახეთ ეს მინდა გაჩვენოთ თქვენ აპოკალიფსისში როგორ წერია გამოცხადების წიგნში და გამოჩნდა საშის სასწაული დიდი ქალი რომელსაც ემოსა მზე და მთვარე იყო მის ფეხქვეშ და გამოჩნდა სხვა სასწაული ცაში და ჰა წითელი ურჩხული დიდი რომელსაც ჰქონდა 7 თავი და 10 რქა და თავს ედგა 7 გვირგვინი და კუდით მისი მოთრევდა მესამე ცის ვარსკვლავებისას და გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე რომელსაც უნდა ეშვა და რომელიც ოდესაც შობდა შთაენთქა მისი შვილი. ანუ ეს ურჩხული ზეცაში ეს არის სიმბოლური ხედვა იოანესი, სიმბოლური ეს ურჩხული, ანუ გველი, ურჩხული ხო იგივე გველია, არის სიმბოლო ეშმაკის და ის ქალი რომელსაც უნდა შვას არის ისრაელი, რომელსაც უნდა შვას მესია. და შემდეგ ატყდა ბრძოლა ცაში, მიქაელი და მისი ანგელოზნი ებრძოდნენ ურჩხულს და ურჩხული და მისი ანგელოზნი ებრძოდნენ მათ. ურჩხული არის ეშმაკი და მისი ანგელოზები და იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში და გადმოვარდა დიდი ურჩხული დასაბამიერი გველი, რომელსაც ეწოდა ეშმაკი და სატანა, მთელი სამყაროს მასტური გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოყვნენ მას ანგელოსნი. ხედა? ანუ ზეციდან მიქაელმა გადმოაგდო დასაბამიერი გველი სატანა თავის ანგელოზებით დედამიწას. აი ეს არის ის დასაბამიერი გველი და ქრისტე ეუბნება გველნო იქედნეს ნაშიერნო, აი ამას ეუბნება. თქვენ ხართ იმ ეშმაკის და სატანის მონები და მსახურნი. და ამიტომ 34 მუხლი არის ძალიან საინტერესო. და ბევრი აღარ დაგვრჩა. 5 მუხლი სულ. ამიტომ აჰა გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ და ზოგს მოკლავთ და ჯვარს აცვავთ. ზოგს მათრახით სცემდა სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებ დევნას. ნახეთ, მეორე ნეშთა წიგნის 36 თავი მინდა განახოთ, რომ გავიგოთ ეს სწორად. მე ამასნად ერთმა ჩვენმა მორწმუნემ მითხრა, რომ ამაო, ესო ტახტზე დაждდნენ წიგნობარი და ფარისეველნიო, იმას ნიშნავს, რომ მე მგონიო, რომ ცრუ ხალხი ზის ამ ტახტზე. ჩვენ ხო თქვით ეს მართალია. ნახე,
იმიტომ რომ აი ხომობს რომ აჰა გიგზავნით წინასწარმეტყველებს, ბრძნებს და მწიგნობებს. იმიტომ რომ ესენი ხომ მწიგნობარნი არიან, ეს ვინც იგზის. ვისაც ქრისტეში აჩვენებს, მაგრამ თავად ამბობს ქრისტე რომ გიგზავნით მე მარა არა თქვენნაირებს, ჭეშმარიტებს და აი მეორე ეშთა წიგნის 36-მე დავში წერია. უფალი მათი მამაპაპის ღმერთი ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავისი მოციქულთა ხელით. რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი და თავისი სამყოფელი, მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არა დააგდებდნენ მის სიტყვებს, დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა. გესმით? ამიტომ წიგნობრები და წინასწარმეტყველები იყვნენ გამოგზავნილი ღმერთისგან. განა ყველა მწიგნობარი ცრუ იყო და ყალბი იყო. აი ამ დროს ვინც იყვნენ ამ ტახტზე, ისინი იყვნენ შეუფერებელი ამ საქმისთვის და ის ნამდვილნი კი აბუჯად აიგდეს, არ მოусმინეს და მოკლეს. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან, ვიდრე სისხლამდე ბარაქის ძისა ზაქარიასი, რომელიც მოკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. აი, ახლა ქრისტე ეუბნება, თქვენზე მოიწევა ყველა მოკლული მართალი ადამიანის სისხლი აბელიდან ზაქარიამდე, რომელიც მოკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. ტაძარი ხო იდგა, სადაც წმინდა და წმინდა იყო. მათ შორის იყო დაახლოებით 10 მეტრი და შემდეგ იყო საკურთხეველი, სადაც იწვებოდა ხოლმე მსხვერპლი. აი, ამათ შორის მოკლეს ზაქარია წინასწარმეტყველი. წარმოგიდგენიათ? მღვდელი იყო ეს ზაქარია და ამხილებდა იოაში იყო ასეთი მეფე მე-9 საუკუნეში, ეს არის ნეშთა წიგნის 24 თავში და აი ამ ხილების გამო მოაკლევინეს შიგ, აი სადაც მსხვერპლი წერებოდა იქ. ქრისტე ეუბნება და აბელი ვინ იყო? პირველი მართალი კაცი, აბელი, ხო? კაენმა რომ მოკლა აბელი, აბელიდან ზაქარიამდე რაც კი კვლელობა ჩაგიდენიათ, ყველა სისხლი მოიწევა თქვენს. რატო ზაქარიას რატო ახსენებს? იმიტომ რომ ნახეთ, ზაქარია იყო მე-9 საუკუნეში. მე-9 საუკუნის შემდეგ კიდე დახოზეს მათ წინასწარმეტყველები. მაგრამ რატო ამობს ზაქარიაზე? იმიტომ რომ უყურეთ, ჩვენი ბიბლია სხვანაირად აგებული ვიდრე ებრაელების. ებრაელებს ხო ძველი აღთქმა ხო ებრაელებსაც აქვს ისევე როგორც ჩვენ გვაქვს, ხო? და მეორე ნეშთა წიგნი ბოლო წიგნია ებრაელების ბიბლიაში. გესმით? ხო, ანუ შედის წერილებში, ფსალმუნებში, იობის წიგნი ეს, რუთი ეს ყველაფერი წერილები, ასე ქვია იმ მესამე ნაწილს. და ეს მეორე ნეშთა წიგნი, სადაც ზაქარიას კვლელობა აღწერილი, ბოლო წიგნია ძველ აღთქმაში. ამიტომ პირველი წიგნია აბელი, სადაც აბელის კვლელობა და ბოლო წიგნია ზაქარია. აი, ნახეთ, ქრისტე გვიმოწმებს, რომ ეს ბიბლია ასე იყო აგებული მაშინაც. აი ამ თავისი სიტყვით, გესმით? და მართალი აბელიდან ზაქარიამდე და აბელი მართალი რატომ იყო? აი ხო საინტერესოა, აი აბელი მართალი რატო იყო? რატომ მოკლა კაენმა აბელი? რატომ შეიწირა მისი მსხვერპლი და კაენის არ შეიწირა? ხო, როგორ? ხო, ადამის და ევასგან, მშობლებისგან მათ იცოდნენ, რომ მსხვერპლი უნდა შეიწიროს კრავი, სისხლიანი მსხვერპლი. ამ მსხვერპლს იღებს ღმერთი მარტო. და აბელმა რა შესწირა? ცხვარი წამოიყვანა, საუკეთესო ცხვარი თავისი ფარიდან და ის შესწირა. და კაენმა რა შესწირა? მოსავალი. ეს არ მოეწონა ღმერთს. რატომ? იმიტომ რომ სისხლიანი მსხვერპლი მოგვაგონებს ვის? იესო ქრისტეს და მსხვერპლი უნდა იყოს სისხლიანი მხოლოდ ქრისტემდე, რომ შენ გახსოვდეს, რომ შენ სიკვდილის ღირსი იყავი შენი შეწოდების გამო და ინანიებ და სისხლიანს წირავ ღმერთს და ეუბნები რომ ღმერთო, შემინდე მე ჩემი ცოდვები, გმადლობ რომ ჩემს მაგივრად ეს მსხვერპლი შეიწირე. გესმით? ღმერთს იმიტომ არ მოეწონა კაენის მსხვერპლი, რომ კვლელია ძმა ზულს შეუძლია ძმა მეორე დღეს მოკლას და განცდა არ აქვს ცოდვის და ამიტომ ხილი მოიტანა რაღაცა პურის ნაყოფი, რაღაცა ხორბალი და იმას წირავს. აი აბელი ამიტომ იყო მართალი, იმიტომ რომ ქრისტეს მოლოდინი ჰქონდა მას, დიახ?
კაინი იმიტომ წირავს მოსავლას, რომ მას მეხილეობა ჰქონდა, მე ეს მახსოვს და ანუ მის შინაგან მდგომარეობაზე უფრო არ უნდა კონცენტრირდეს. კი, არა, რატომ იცი, უყურე, როცა ადამიანი და ევამ შესწოდეს ღმერთმა რა ჩააცვაო მათო? რა ჩააცვა ღმერთმა მათ? ტყავის სამოსელი. ან თავად ღმერთმა შემოსა ისინი ტყავის სამოსლით. ტყავი საიდან მოდის? ცხოველის სიკვდილით. მაშინ მოიკლა პირველი ცხოველი და მათი სიჩიშვლე, ანუ მათი ცოდვა რომ დაფარულიყო, ცხოველი უნდა მომკვდარიყო. აი ეს სიმბოლიკაა ამაში, გესმის? ანუ თვით ღმერთმა ასწავლა მათ, რომ თქვენი სიჩიშვლე, თქვენი ცოდვა რომ დაიფაროს, უნდა მსხვერპლი, უნდა იყოს. ხო, ცოდვის საფასურის სიკვდილია და აი თქვენი შეწოდება რომ დაიფაროს, უნდა მოკვდეს ცხოველი. თქვენ ცხორციელად ცოცხლები კი დარჩით, სულიერად ისინიც მოკვდნენ და უკვდავებიდან მოკვდავებაში გადავიდნენ, ხო? უკვდავი უნდა ყოფილიყო ადამიანი. მაგრამ თქვენ ხო ახლავე ამ წამში არ მოკვდით, მაგრამ ვიღაც უნდა მოკვდეს თქვენს მაგივრად, რომ დაიფაროს თქვენი ცოდვა. ამიტომ ეს არ არის ბიბლიაში დაწერილი, მაგრამ ეს ცოდნა შიგ ჩადებულია, რომ რახან თავად ღმერთმა ჩააცვა მათ ტყავის სამოსელი, ესე იგი მოიკლა პირველი ცხოველი, ხო? ეს იყო პირველი მსხვერპლი მათი ცოდვის დასაფარად. ამიტომაც მათ ისინი როცა ღმერთს მსხვერპლს შეწირავდნენ, უნდა შეეწირათ სისხლიანი, კრავი. ამიტომაც სისხლიანი მსხვერპლი, ამიტომაც გრძელდებოდა მერე. ო წმინდა ცხოველები, ცხარი, თხა, თქვა ხბო და ეს რაღაცები. კი. აბსოლუტურად მიუღებელია. ღმერთს ახლა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. აბსოლუტურად მიუღებელია. ქრისტეს შემდეგ სისხლიანი მსხვერპლი აღარ არსებობს. არა. ახლა ჩვენი მსხვერპლი ერთადერთი არის სიტყვიერი მსხვერპლი, გულისმიერი მსხვერპლი, სამადლობელი მსხვერპლი. რომ ჩვენ გააზრებული გვაქვს მისი სიკვდილი, როგორც ჩვენს გამოსახსენად და სამადლობას, მადლობას რო ვეუბნები ღმერთს, ეს არის ყველაზე მსხვერპლი. ეს არის მსხვერპლი. მე რომ ის მახსოვს, მე რომ მას ვიხსენებ და მადლობას ვეუბნები, ეს არის ჩემი მსხვერპლი მისადმი. სიტყვიერი მსხვერპლი, ხო, სიტყვით ვამბობ მე ამას. მეტი მსხვერპლი არ ჭირდება ღმერთს. ამიტომაც ხედავთ, აი საკურთხეველი მაგიდა ემას, საკურთხეველი ტრაპეზი. ეს არის სიმბოლო იმ საკურთხეველის, სადაც იწვებოდა ხოლმე ის მსხვერპლი, მე რო გითხარით. ის დიდი საკურთხეველი იყო დიდი გრილი, ასე ვთქვათ, გრილს გავდა ძალიან, ხო? ესე ცხაური იყო რკინის და ქვეშ დიდი ცეცხლიანთო და ესე ადიოდნენ ზედ მღვდლები და დადებდნენ ამ ცხოველს და იწირებოდა ეს მსხვერპლი ღმერთის წინაშე. აი ეს მაგიდა ეხლა სადაც ტრაპეზი, ზედ რა დევს? ღვთის სიტყვა დევს ზედ, სახარება დევს ზედ. ანუ სიტყვიერი მსხვერპლი და კიდევ მერე იდება ხოლმე რა პური და ღვინო. უსისხლო მსხვერპლი, როგორც ქრისტეს სიმბოლო მისი სხეულის და მისი სისხლის, ხო? ამიტომ აი ეს არის. ამიტომ აბელი ამიტომ იყო მართალი, რომ მას ახსოვდა, რომ სისხლიანი მსხვერპლი უნდა შეეწირა. კაინმა ეს დაივიწყა. ამიტომაც კაინი, როცა არ შეიწირავს ღმერთი მის მსხვერპლს, ხო გამწარდაო კაინიო წერია. ხო? და გამწარდაო და შური ჩაიდო ძმის მიმართ გულში და ეძებდა მომენტს, რომ მოეკლა, ხო ძმა? და ღმერთი გამოეცხადა და რას ეუბნება კაინს ღმერთი? ფრთხილად იყავიო. რატო გამწარდი შენ ძმაზეო? თუ მართალი კაცი ხარ, ხო უნდა ზეცას იყურებოდი, დაბლა რატო ჩაღუნე თავიო? ზეცას ვეღარ იყურებოდა. ამიტომ ფრთხილად იყავიო, ცოდვა შენ კართან არის ჩასაფრებული. აი ეს ეუბნება. იცოდე ცოდვა შენ კართან არის ჩასაფრებული და შენ უნდა დაამარცხო, უნდა იბატონო ცოდვაზე, ასე ეუბნება ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ კაინის უკვე გულში აქვს ჩადებული ძმის შური და სიძულვილი და კვლელობა, გესმის და თან არც მიაჩნია თავი დამნაშავედ და არ წირავს სისხლიან მსხვერპლს. ანუ ის არ თulis რომ ღვთის წინაშე სიკვდილის ღირსია აი ამ სიძულვილის გამო. ამიტომაც იღუპება კაინი. ამიტომაც აბელიდან ზაქარიამდეა ეს მთელი წინასწარმეტყველების კვლელობა აღწერილი. 34 მუხლი. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე. აი ყველაფერი ეს სასჯელი მოიწევა ამ მოდგმაზე, რაც ნაწინასწარმეტყველებია ამ ღმერთის ღალატისათვის. და აი ეს მე თქვენთვის მე თქვა, საერთოდ
ქრისტეს აი აბელზე ხო თქვი ჩვენ რომ ძმას ზულდაო ისო, ხო? და ქრისტეს რო გამოიყვანს, ზულდა ძმა შურდა ძმისო, ხო? შურდა რომ იმისი შეიწირა, ამისი არ შეიწირა. და პილატე რო გამოიყვანს ქრისტეს რო ასამართლებს. რას გამოიყვანს და ეუბნება რომ ბარაბა გინდა თუ ქრისტეო, რომელი მოგცეთო, იმიტომ რომ ფიქრობდაო რომ იქნებაო ქრისტე გამათავისუფლო, იმიტომ რომ იცოდაო რომ რის გამო მოკლესო, შურის მისცეს. იცოდაო რომ შურით გასცესო, გესმით? იცოდაო რომ აი შურით გასცემა რა შენიშნავს, რომ აი ვერ იტანენ მას. შურთ მისი სიწმინდე, შურთ მისი სიკეთე, შურთ მისი ძალა. აი ბოროტი ადამიანი ასეთია, ვერ იტევს კეთილ ადამიანს მის გვერდით, არ შეუძლია. აი თითქოს წუხს, მის დანახვაზე წუხს, იმიტომ რომ საკუთარი ბოროტება ახსენდება. იმის მაგია რომ მოინანოს, მოიქცეს და თავადაც ისეთი გახდეს, როგორც ის არის, კეთილი ადამიანი, რას აკეთებს? შურს და იმის განადგურება უნდა. აი ეს არის უბედურება. აი ეს მოხდა იმ დროსაც, როგორც აბელი შურის გამო მოკლა კაინმა. ქრისტესეცო პილატეც კი მიხვდა, რომ შურის გამო მომც გასცესო, აი შურის გამო და იქნება მოვიდნენ ჭკუაზე და ბარაბას მაგიერ ეს აერჩიენო, მაგრამ არა. შურის გამო მოაკლევინეს ქრისტე აი ამ ფარისევლებმა. და ამას ამბობს ქრისტე, რათა მოიწიოს ყოველივე ეს ამ მოდგმაზე. და შემდეგ 27 მუხლი, იერუსალემ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენ დამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო, რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრდებს თავის ბარტყებს თავისი ფრთის ქვეშ და არისურვე. და ხრჩება თქვენი სახლი ოხრად. ნახეთ, აი ეს ფრთებ ქვეშ თავისი ხალხის შეკრება, აი თუ ყველანი ფსალმუნებს კითხულობ, მე-16 ფსალმუნის, ნახეთ, მერვე მუხლში, აი სულ რამოდენიმე ადგილია, რომ ეხლავე მე-16 ფსალმუნის მერვე მუხლი. ვითარცა დამიცავი მე უფალო, ვითარცა თვალის გუგა. გახსოვთ ეს? გუგა ითვალისა და მე საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე. საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო. სხვა ადგილას არის რომ როგორც არწივის ფრთებით ისე დამიფარე სხვა ფსალმუნში ამბობს და 91 ფსალმუნი ხო გახსოვთ? ხო და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდეო. საგრილსა როგორ წინა მოხლი როგორია? ბეჭ საშუალითა მისი და ფარვიდე, ბეჭ საშუალი არის მისი ბეჭები. მისი ბეჭები ზურგით დაგიფაროს და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდეო. საგრილი არის საჭრდილობელი. აი მის ღმერთის ფრთების ჭრდილის იმედი გქონდეს ვეუბნებო და აი ამას იმეორებს ქრისტე. წარმოიდგინეთ, აი ეს ხო ღმერთზეა ნათქვამი, რომ 91 ფსალმუნი არის მესიაზე და ღმერთზე. მესიას ეუბნება, რომ საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდეო. ასპიდსა და ვასილისკოსზე დახვიდოდიო, ანუ მორიელზე და გველზე ზედიაროო და შენ არაფერი მოგეკაროსო. შემდეგ ანგელოსთა მისთა და უბრძანებიეს ხელთა მათაზე და აგიპყრან შენო, ხო? მე რო ეშმაკი რო სდის მას ტაძრიდან განმოვარდი და აგიტაცებენ. ეს 91 ფსალმუნი არის ქრისტეზე და ღმერთზე. და ქრისტეზე წერია შენ მისი ფრთების საჭრდილობელის იმედი გქონდეს. და ქრისტეც თავად როგორც ღმერთი ეუბნება იერუსალემ, წინასწარმეტყველთა მკვლელო. რამდენჯერ მინდოდა რომ შემეკრიბა შენი შვილები ჩემი ფრთებ ქვეშ. აი, ღმერთი არის თუ არა ქრისტე, აქედან ჩანს. ის რაც ღმერთზე ის თქმის, რომ ის მისი ფრთების ქვეშ იფარავს ხალხს. ქრისტე ამბობს, რომ მე მინდოდა ჩემი ფრთების ქვეშ შემეფარებინა შენი შვილები. აი, როგორ ეს არის დაფარულად არის ის რომ ქრისტე იგივე ღმერთია, რომელიც მამა ღმერთი. ხო, ფრინველი ხო ასე აკეთებს, ხო? რამდენი ფოტოები გვინახია ესეთი, რომ ცები როა გაშლილი წვიმაში, ფრინველს და იფარავს თავის ბარტყებს. და არისურვე, შენ არისურვე. აი ეს ამთავარი, გესმით? რომ ყველა იღუპება იმის გამო, რომ მას ეს არ სურს.
ყველა ვინც კი სასუფეველს ვერ მიაღწევს, დაიღუპება, იმიტომ რომ მან ეს არ მოინდო მოგ. არ უნდოდა. სხვა არაფერი არ არსებობს დაბრკოლება. იმიტომ რომ ღმერთის ერთ გადადგმულ მისკენ ნაბიჯს ისე გვითulis როგორც 10 და იმ წუთში გვეხმარება. რომ მან ხო ისის ჩვენი სისუსტე, მაგრამ ვინ საბოლოოდ დაიღუპება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ მან ეს არ ისურვა. აი ამას ამობს იესო ქრისტე. და აჰა, გრჩება თქვენი სახლი ოხრად. სახლი რომელია? იერუსალიმი, ტაძარი და ყველაფერი ეს ისრაელი. და რომელიც 70 წელს დაანგრიეს თავზე რომაელებმა და 1 მილიონი იუდეველი გაწყდა, ებრაელი გაწყდა, ნაშენ ტყვეთ წაიყვანეს, მაგრამ კიდევ დარჩნენ იქ ებრაელები. ისრაელის იმ 70 წელს ისე დიდი კატასტროფა ჯერ არ იყო. თუმცა ტაძარი დაინგრა, გადაიწვა, განადგურდა ყველაფერი, მაგრამ მაინც არ გაჩერდნენ ებრაელები და ჩვენ ხო ეს ისტორიაში ვიცით და 65 წლის შემდეგ 135 წელს საბოლოოდ განადგურდა ისრაელი, რომ აჯანყება მოაწყეს, კიდევ ერთი აჯანყება და რომაელებმა საბოლოოდ განადგურეს ისრაელი. რადგანაც გეუბნებით თქვენ, აი ბოლო მუხლია მნიშვნელოვანი, რადგანაც გეუბნებით თქვენ, ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით, კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა. ეს რომელი დროა? მეორედ მოსვლა, ხო? ბზობა უკვე იყო. ბზობა უკვე იყო ამ დროს, ეს ხო ნებიშვიდეულია უკვე. და ნახეთ, ქრისტიანს პირველად ხო უგალობეს, ერთ შაბათს კვირას ხო უგალობეს, ოსანა კურთხეულას. აი ახლა ვეღარ მიხილავთ, სანამ მეორედ არ დაიწყებთ გალობას კურთხეულას მომავალი სახელითა უფლისათა. რატომ? იმიტომ რომ 117 ფსალმუნი დავითმა ატო დაწერა. ქრისტეს შესახვედრი ფსალმუნია. ალილუია ქვია ამ ფსალმუნს, ღვთისადიდებელი. აი 117 ფსალმუნი არის საგალობელი, რომ ქრისტე რო გამოჩნდება, იმ დროს უნდა იგალოვონ ებრაელებმა. ხო, აი ჩვენს მეორე მოსვლას თუ მოვესწარით, ხო? ჩვენ ეს უნდა თქვათ. ოშიანა, გვიშველე უფალო. ანუ მარადიულ სოცხლეს შეგვიყვანე, შევდივართ უკვე. კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. და მე მინდა აი ეს, როცა ისინი გალობას დაიწყებენ, რა მომენტია აღწერილი, წინასწარმეტყველებს უკვე აქვთ ეს ნათქვამი. მე მინდა ესეც აი მით დავასრულოთ. აი, ვეღარ მიხილავთ, სანამ არ იტყვით კურთხეულარს მომავალი უფლის სახელით და ზაქარია წინასწარმეტყველი ამას ჩვენ მის, ბატონო, მე-12 თავში წერს. მე-12 თავში. იმ დღეს იქნება, რომ გადავწყვეთ ყოველი ხალხის განადგურებას, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმს. მეორე მოსვლის წინ, სამ ქრისტე მეორედ გამოჩნდება, ისრაელს გარშემო ეტყობა მთელი მისი მტრობა. მთელი, ვისაც კი მისი განადგურება. ჯერ ნახეთ ისრაელი როგორ ზულ დღეს, ხო? ყველა გარშემო ვინც კი ყავს, ყველას ზულს ისრაელი და ყველას უნდა მისი განადგურება. და ბოლოს იქნება ეს კულმინაციას მიაღწევს ეს და ქრისტეს მოერდ მოსვლას წინ განადგურება იქნება გადაწყვეტილი ისრაელის და იერუსალიმის. და ღმერთი ამბობს, რომ ყველა ხალხს გავანადგურებ, ვინც გადაწყვეტს იერუსალიმზე გალაშქრებას. გადმოუღრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს. გადმოუღრი შეწყალების სულს ისრაელზე, იერუსალიმზე და ნახეთ, აი ეს არის საინტერესო, აი დაუსმინეთ კარგად. მიხილავენ ისინი, რომელსაც უგმირეს მათ. ანუ ამას ვინ ამბობს? ნახეთ, მიხილავენ ისინი, ანუ ებრაელები, რომელსაც უგმირეს მათ. ვინ ამბობს? ქრისტე. თავად მესია ამბობს, ხო? მაგრამ საინტერესო რა არის? ეს ხო ებრაულად არის დაწერილი, ივრიდზეა დაწერილი, ხო? წარმოიდგინეთ ებრაულში რატომ ხდება ასე, არავინ არ იცის. მაგრამ უყურეთ ახლა, მიხილავენ ისინი, რომელსაც უგმირეს მათ და შემდეგ გრძელდება და დაიტირებენ მას, როგორც მხოლოდ ჩობილს დაიტირებენ ხოლმე. პირი იცვლება უკვე და დამიტირებენ მე, ასე ხო არ ამბობს? და დაიტირებენ მას, როგორც მხოლოდ ჩობილზე ტირიან ხოლმეო. რატო იცვლება ეს პირი? და რატო არ ამბობს, რომ დამიტირებენ მე? ეს ამოუხსნელი იყო მაშინაც, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რატომ არის ეს? რატომ? იმიტომ რომ ძე ამბობს, რომ მიხილავენ მე, რომელსაც მიგმირეს, შემდეგ მამა ამბობს, დაიტირებენ ჩემს ძეს, ისე როგორც ტირიან ხოლმე მხოლოდ ჩობილზე. ნახეთ? და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირშოს გამო მწარდებიან.
გამწარდებიან, რატო? აი საბოლოოდ რომ მიხვდები რამხელა ცდომილება იყო ამდენი საუკუნე შენ ერს თავს. ამას დიდი სიმწარე რა უნდა იყოს, რომ მთელი ეს ტყუილი რაშიც გიცხოვრია ამდენი საუკუნე, მიხვდები რომ ღმერთო ეს რა დაემართა ჩემს ხალხს და გამწარდებიან ამის გამო და მიხვდებიან, როგორცო პირმშოს გამო რომ გამწარდებიან. მიხვდებიან რომ პირმშო მათ მოკლეს. აი მკვდარშვილზე რომ გამწარდება ხო იცი მშობელი, აი ისე გამწარდება ისრაელი ქრისტეზე, როცა დაინახავს რომ მოდის დიდებით და მიხვდებიან. იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადადირმონის და მეგაგიდონის ხეობაში, იგლოვებს მთელი ქვეყანა, ყოველი საგვარეულო ცალ-ცალკე, დავითის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები, ნათანის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები, ლევის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები, შიმყის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები, ყველა დარჩენილი საგვარეულო, ყოველი საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე. ანუ მთელ ისრაელში იქნება დიდი ტირილი და გლოვა, რომ მათ ვერ იცნეს მესია, რომელიც მათმა წინაპრებმა მოკლეს და ბოლოს ვერსიც მონაკვეთია პატარა და ჩვენ ბერჯერ გითხოვს და ეტყვიანო მასო რომ ეგ რაჭილობები გაქო ხელზეო აი ამ გლოვისას ხო და რას ეტყვისო ჩემ მოყარეთა სახში ვარ ნაგონაცემიო თქვენო ჩემმა ხალხმაო ჩემმა ხალხმა მცემა და ეს ჭრილობები ხელებზე იქიდან მაქვს და რა არის ახლა სასწაული რომ ზაქარია როცა ამას წერს ზაქარია ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. ხო? ჯერ ამ დროს ისრაელს ფანტაზიებშიც არ ქონდა ჯვარცმა რა არის. ამ დროს სიკვდილით რო დაესაჯა თვირმე როგორ მოკლავდნენ ისრაელში? ჩაქოლავდნენ ქვებით, ხო? ჩაქოლავდნენ. ეს ჯვარცმა შემდეგ რომაელებმა შეიტანეს ისრაელში. რატომ წერს ზაქარია რომ ხელებზე ჭრილობები ექნება? და უგმირესო რატო წერს? ხო? ამას ხოლმე რომაელები აკეთებდნენ რომ ჯვარცმოს უგმირდნენ შუბს რომ თუ მკვდარი არ იყო ჯერ მალე მომკვდარიყო. ან შეემოწმებინათ მკვდარია თუ არა. გესმით და უგმირეს ხელებზე ჭრილობები. რატო წერს ზაქარია ამას? საიდან იცის მან რომ მესიას ჯვარსაც ვამენ? შეიძლება მესიას სხვანაირად მოკლან, ხო? ჩაქოლონ მაგალითად. გესმით? მხოლოდ ღვთის სულისგან იცის. ან დავითი მე-10 საუკუნეში რატო წერს გახვრიტნეს ხელნი ჩემნი და ფეხნი ჩემნი? რატო ამბობ? რატო წერს? და სამოსელსა ჩემსეს და იყარეს წილი. რა შუაშია სამოსელი? ეს იყო ჯვარცმის ტიპიური მსვლელობა. რომ ის ხალხი ვინც იქ ემსახურებოდა იმ ჯვარცმას, ჯარისკაცები, ნადავლი იმათი იყო. ტანსაცმელს ისინი იყოფდნენ ხოლმე, ხო? ანუ საიდან იცოდნენ დავითმა მე-10 საუკუნეში რომ მესია მისი შთაომავალი ჯვარცმული იქნებოდა. ღვთის სულისაგან მხოლოდ და ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ დავითის ფსალმუნი გვიან დაიწერა. ეს თავად იუდეველებმა და მთელმა მსოფლიომ იცის რომ ეს ძველია, ის მე-10 საუკუნის არის ის ფსალმუნები. ხედავთ? აი ეს ყველაფერი გვიდასტურებს რომ ეს ყველაფერი ისე მოხდა როგორც ღვთის განგებით იყო ნაწინასწარმეტყველები და განსაზღვრული მისი ჯვარცმა. აი და ნახეთ ეს 23 თავი მთავრდება ამითი და უკვე ამის შემდეგ აი ეს მინდა გაჩვენ შემდეგი თავი როგორ იწყება. ამის შემდეგ გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობა ეჩვენებინა მათთვის. გამოვიდა ტაძრიდან, აი ნახეთ, ბოლო შეჩვენებაა ეს. ვაი თქვენ და რო გრჩება თქვენი სახლი ოხრად და ვეღარ მნახავთ ამის მერე და გამოვიდა, გადაიარა ეს კიდრონის ხევი და ზეთის ხილისთვის მთაზე ავიდა და უკვე წერია რომ ლუკასთან რომ ზეთის ხილის მთაზე იჯდაო აი შამშაბათ საღამოს და უყურებდა ამ ტაძარს და დასტიროდა ტაძარს ქრისტე რა ფაქტობრივად რა დასტიროდა ამ ტაძარს იცოდა რომ რაც მოხდება და მივიდნენ მასთან მოწაფეები და აჩვენებდნენ ნახე რა ტაძარია რა დიდებულია როგორი მშვენიერია და ქრისტე უნება ხედავთ ამ შენობას არაფერი არ დარჩება ქვაზე ყველაფერი დაინგრევა აი ამ შეწოდების გამო და უკვე 24 თავი გრძელდება იმით რომ მოწაფეები შეძრუნული და დათრგუნულები არიან ჯერ ახლა წარმოიდგინეთ ქრისტე ეუბნება ვაი თქვენ და თვალთ მაგცნო ის ფარისევლები იქ დგანან
იქ დგანან ის სახე შეეუნება ამას. განა ქრისტე ამათეუნება ჰაერზე. არა, ისინი იქ არიან. და ეს უზარმაზა ჩხუბია მათ შორის ფაქტობრივად გესმით? ეს პირსახე შეეუნება ქრისტე ამას. რომ თვალთ მაგსნო თქვენ და აი ეს ხო ძნელი ასატანია ხო როგორია ხა წარმოიდგინეთ ეს ერის წინამძღვრები ეს სულიერი ვითომეთ ისინი მასწავლებლები და ქრისტემ ასეთ სასტიკი შეჩვენება გაუმართა ამ სამშაბათს და ისინი ხო დათრგუნულები არიან მოწაფეები და რომ გამოვიდნენ ზეთისხილის ხედან და თითქოს უნდათ რომ გაამხრევონ რომ ნახე რა შენობა რა მაგარია რა ტაძარი გვაქვს ის ეუნება აქ არაფერი არ დარჩება ქვაქვაზე და ამას რო ეუნება ვერ ეკითხებიან გითხარი როდის მოხდება ეს რა იქნება ნიშანი იმისა რომ ტაძარი უნდა დაინგრეს რა იქნება შენი მოსვლის ნიშანი და საუკუნის აი ამ ეპოქის დასასრულის ნიშანი და 24 თავი იმიტომაა მნიშვნელოვანი რომ ქრისტე ჩამოგვითვლის დაახლოებით 20 ნიშანს რა იქნება მეორედ მოსვლამდე და ჩვენ მომავალში რომ განვიხილავთ ამას ნახავთ რომ ბევრი ნიშანი უკვე ახდა თითქმის ყველა უკვე ამხდარია და ნუ ახლოს არის მეორედ მოსვლა უფლისა მისი საუბრის მიხედვით აი ეს არის დღეს სულ კითხვები თუ არ ამე შეგვიძლია ისაუბროთ მაშინ დიახ აბა კი ჩვენ ეს ჩვენ გამოხრჩა ახლა მე მინდოდა ამაზე მეთქვა მაგრამ მე ბევრი სალაპარაკო იყო გამოს აი ქრისტე ამბობს რომ ნურავის უწოდებთ მოძღვარს რაბის ნურავის უწოდებთ მამას და ნურავის უწოდებთ წიამძღვარს ხო აი მაგალითად მამას ნურავის უწოდებთ პირდაპირ გაგება ამისი ცოტა არასწორია იმიტომ რომ შობელ მამას თუ რა უნდა უძახო მაგრამ ქრისტე გულისხმობს აქ რომ სულიერი თვალსაზრისით მამა მართლაც ერთი ყავს ჩვენ სულიერ ტიტულებზეა აი სულიერი რაც შეეხება მარადიულ ცხოვრებას მოძღვრებას სულიერი მამა მართლაც ერთი ყავს მე ხა გვდელი ვარ თვითონ მაგრამ მე მიმაჩნია რომ მამას არ უნდა უწოდებთ არავის უნდა უცხო აი ვიღაც ხუცესო მიმართო ან შეიძლება სახელით მიმართო მაგრამ კარგი იქნებოდა მე ვიცი რომ ეს ეკლესიაში ბადრო მა ხო ნუ ესმით იცი მე მგონია ახლა მე მესმის რომ ეს ზენის შესაძლებელია პავლე მოციქულის ეთყობა გარკვეულწილად ცოტა არ ეთანხმებოდა ამას არ ვიცი რატომ ამბობს რომ ბევრი გამზრდელი ყავთო მაგრამ მამა ცოტა ყავთო მაგრამ მეო სახარების მიერ ხშევი გაგაჩინეთ თქვენო სასუფეველისათვის ესმით ჩემი სწავლებითო ხო რა თქმა უნდა ასეა მაგრამ აი ქრისტეს სიტყვები რო პირდაპირ გვესმოდეს ალბათ უკეთესი იქნებოდა აი წარმოიდგინეთ ახლა მაგალითად აი მოციქულების ეპოქა ისინი ერთმანეთს მამაო პეტრეს ესე მიმართავდნენ ხო შვილო ტიმოთე ეუნება კი ხო და ამ გაგებით მაგას කියන ადამიანური გაგებით მამა რო უწოდო ნუ გასაგებია შეიძლება ადამიანური მაგრამ ღვთაებრივი გაგებით სულიერი გაგებით ერთი ყავს მამა მართლაც უკეთესი ჩვენ უკეთესი ადამიანები ვიქნებოდით რომ მხოლოდ ერთი მამა მიმართავდეთ როგორც მამას აი იგივე მაგალითად აი მოძღვარი ქრისტე რო იყოს მხოლოდ ჩვენი მოძღვარი უკეთესი არ იქნებოდა კი და შეიძლება ამიტომ მასწავლებელი უწოდო მას უწოდო ხუცესი ვთქვათ ეკლესიის ზედამხედველი მაგრამ აი აქ უფრო რა უნდა გავითვალისწინოთ იცი რომ აი შინაგანად ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ერთი ყავს მოძღვარი მხოლოდ გესმის შეიძლება მოძღვარი უწოდოს სხვა ადამიანსაც მაგრამ აი მეხსიერება იმისი რომ ერთია ნათავარი მოძღვარი ნამდვილი მოძღვარი ერთია აი ეს უნდა გვახსოვდეს ახლა შეიძლება მოძღვარი უწოდო ღდელს მაგრამ შენ უნდა გახსოვდეს რომ ეს იმიტოა მხოლოდ მოძღვარი რომ იმის ძალაუფლებას განასახიერებს აქ მეტი არაფერს როგორც კი მე ავწდები ქრისტეს სწავლებას მე არა ვარ მოძღვარი კი ხო და მეც მაგას ვამბობ შენ თუ გაცნობიერებული გაქვს ეს მაშინ ნაკლები ცოდვა კი
რა? მამა, თავის მამას, ხო? მამაო წმინდაო. ეს ყველაფერი მოიტანა ერთმა რამე. ერთმა ცუდმა რამემ მოვლენა. როცა ეკლესია გახდა იმპერიის ეკლესია, ბიზანტიაში როცა ქრისტიანული ეკლესია სახელმწიფომ შეითვისა და გახადა სახელმწიფო რელიგიად, ეს იყო ძალიან ცუდი მოვლენა ეკლესიისთვის, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ. შემდეგ მღვდელმთავრები, მღვდლებიც, პატრიარქებიც აღზევდნენ, გესმით? აღზევდნენ და მათ ჰქონდათ ძალაუფლება მართლაც და შეიძინეს ის ტიტულები. მღვდელმთავრები დადიოდნენ როგორც კარგი, ისეთი მღვდელმთავრებიც ყავდა, რა თქმა უნდა, თავმდაბლები, მაგალითად ბასილი დიდი ისეთი იყო, რომ უბრალო იყო და არავის ეპუებოდა. მას არ აინტერესებდა მეფე და დიდებული, ხო? მაგრამ იყვნენ ეპისკოპოსებიც, ვინც შეიფთვისა ეს დიდება, იმპერიული დიდება და აქედან გაჩნდა ეს ტიტულები. მაღალ ყოვლად რაღაცა, თქვა, იერარქია, ხო? მაღალ ღირსი, თქვა, უწმინდესი, ყოვლად უწმინდესი, ხო? ეს ტიტულები შეიძინა ბიზანტიო, ესე იმპერიული ეკლესიის ეს არის, როგორ გითხრა, ავადმყოფობა ასე ვთქვათ რა. ეს არ გვჭირდება ჩვენ საბოლოო ჯამში. არ გვჭირდება. ყველანი ძმები ვართ, ერთი ყავს სიამძღვარი, ერთი ყავს უფალი, ერთი ყავს მოძღვარი ღმერთი. ესმით? ეს რო ასე იყოს, უფრო კარგი ადამიანები ვიქნებოდით ჩვენ. ხო? მაგრამ ახლა ჩვენს რეალობაში რაც თქვი, ეგ უფრო გამისაღებია, რომ გააზრებული მაინც უნდა გქონდეს. რომ მოძღვარს თუ ეძახი ვინმეს, სიამდვილეში შენ ქრისტეს მიმართავ. ქრისტეა მთავარი მოძღვარი და ამიტოა ეს, ხო? აი წინამძღვარიც არავინ არ იყოს თქვენში რა და ვამბობს. იმიტომ რომ ამ ტაძარში რაც ხდება სულიერი თვალსაზრისით, ქრისტე უნდა იყოს იმ ყველაფრის წინამძღვარი. მე კი არ უნდა ვიყო წინამძღვარი. მე თუ რაღაცას წინამძღვრობ, იმიტომ რომ მის ძალაუფლებას ვახორციელებ ხილულად, ხო? უნდა ვაკეთებდე ამას. აი ეს თუ გააზრებული გვაქვს მაინც, აი უფრო მეტად ამას გულისხმობს უფალი, რომ გესმოდეთ, რომ ერთი ყავთ ნამდვილი მოძღვარი და ნამდვილი წინამძღვარი. პეტრე მოციქული ხო ამბობს, რომ ჩვენაო ყველანი ვართ მწყემსებიო. მაგრამ ის არისო სარქალიო. სარქალი იყო თავარი მწყემსი. აი უფროსი მწყემსი, ყველაზე გამოცდილი, ყველაზე მაგარი რომელიც იყო. ხო, ყველაზე მოხნიერი, გამოცდილი, სარქალი იყო მთავარი და ამ მწყემსს ხო ჭირდებოდა მას მწყემსები, ახლა ერთი რო გავუძღოთ, ისინი ემორჩილებოდნენ მას. აი ესე ხდებოდა მეცხვარეებში. აი პეტრე კარგი შედარებას აკეთებს. ის არის მთავარი მოძღვარი, ჩვენ ვართ მისი ასე ვთქვათ, მისი მოძღვრობის მსახურები ვართ ფაქტობრივად და იმიტომ ხანდახან ჩვენს გვიწოდებენ მოძღვრებს. ეს უნდა გააზრებული გქონდეს. მე მგონია რომ ხო, ეს თუ გესმის, ისე დიდი ცოდვა აღარ არის, მაგრამ თუ მოვა როდესმე ის ეპოქა, რომ არავის დაუძახებთ, უკეთესი იქნება ჩემი აზრით. ხო, თუ პირდაპირ შევასრულებთ უფლის სიტყვებს რა, ეხლა ერთმანეთს სახელით რომ მიმართოთ, რა დაგვიშავდება, ვითომ? აი რა დაგვიშავდება? ხო, ხო და არა, ეგ სხვა რამე. ეგ სხვა რამეა, შვილსმა უნდა იცოდეს, რომ ის მისი მამაა, რა თქმა უნდა. აბა? ასე არ უყურებდნენ კი? ანუ იმანდან გამომდინარე რომ უნდა მოხდეს. ისინი ჯუს ეგრე ხარაღი ყავდნენ რომ ჩვენ უნდა შევიცნობრო ცოდინებია. ოხსანი გჭირდა. ჩვენ ამ ჩვენ ფერვასო. იმანდან გამომდინარე არც იცოდნენ და როგორ უნდა მოხდეს. ამას ეგრე არ უყურებდნენ. ხო, იმიტომ უწოდებს მე მას ზაქარია წინასწარმეტყველის და უფალიც სრულ მწყემსებს. სრულ მწყემსებს რომ ისინი მაგ მოტივით არ იყვნენ მწყემსები. ისინი მათ სხვა მოტივი ჰქონდათ. იმას ვამბობ რომ ნამდვილი მწყემსის მოტივი ის უნდა ყოფილიყო რომ
მესიის შესახვედრად მოემზადებინა ხალხი. გეთახმები, ხო? ამიტომ მათ სხვა мотиваცია ჰქონდათ რა. ხომობს ქრისტემერი მეათე თავში იოანეს სახარების რომ დაინახავს რომ დაქირავებული მწყემსი რომ დაინახავს რომ მგელსო გარბისო და არადარდებს. აი დაქირავებული მწყემსებმა ჩაიგდეს სამოძღრო ძალაუფლება ისრაელში. ხო, მართალია. და მაგიტო ხო, მაშინ უარიც ეთქვათ იმ პოზიციაზე რაც ეჭირათ. მაშინ უარი უნდა ეთქვათ იმ პოზიციაზე, ჩვენ ძალაუფლებას ვერ ეთმობდნენ. ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ძალაუფლების დათმობა არ შეეძლოთ და იმ მოწოდებითაც არ იყვნენ, რაც უნდა გაეკეთებინათ მათ. ხო? აი ზაქარიას მე-11 თავშია, რომ მე-11 არა, მე-9 თავში, რომ ისაო უხარია თუ ამ დაქირავებულ მწყემსებსო. პარსავ თუ ამ ცხვარსო გავსუქთითო, არ გადავართო. ხო, გესმით? რომ ეს არის რეალობა იმ დროს ისრაელის. იცით რა მოხდა? აი ჩვენ ხო ეს ისტორიულად ხო ადრე განვიხილეთ, რომ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქიდან, ხო, აი წარმოიდგინეთ, მე-5 საუკუნეში ისრაელი დაუბრუნდა თავის მიწას, ხო? აი უცბად გადავხედოთ. ბაბილონიდან დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე იყო ტყვეთ ისრაელი და მე-5 საუკუნეში დაბრუნდა. მე-3 საუკუნეში უკვე ეს ელინისტური დიდი ტალღა წამოვიდა აღმოსავლეთზე, ხო? ალექსანდრე მაკედონელი თავისი ჯარებით გადაუარა მთელ აღმოსავლეთს, ხო, ალექსანდრემ და ისრაელში სირია, ისრაელი ეს ამაზეც გაიარა, ხო? მერე მოbrunდნენ უკან ისევ ეს მისი ჯარები, ხო? და წარმოიდგინეთ, მთელი ეს ბერძნული კულტურა შემოიტანეს აქ, ხო? ამ დროს ისრაელი ხო დაიმორჩილა ალექსანდრე მაკედონელმა, ხო? სირია და ისრაელი ეს გადაბმული იყო. ეს ერთად განიხილებოდა მათთვის და ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ მისმა გენერალებმა გაიყვეს, ხო, ეს სამეფო. ერთ-ერთ გენერალს შეხვდა აი ეს ტერიტორია, ისრაელის ტერიტორია და სირიის ტერიტორია, ხო? ეს წარმოიდგინეთ. გავლენა, პოლიტიკური გავლენა არის ბერძნული ისრაელზე. ისრაელში ჯერ მეფობა ამ დროს არ არის გამტკიცებული. როგორ იქნებოდა? ახლახანს დაბრუნდნენ ბაბილონიდან, ხო? და ეს ბერძნულმა გავლენამ დაიმორჩილა, ხო, ისრაელი ამ დროს. აი ამ დროს უკვე იწყება ისრაელის ეროვნული ძალების აღზევება. ვინ იქნება ერის მეთაური? აი ვინ ჩაიგდებს ამ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რომ ეს ბერძნები ხო სამუდამოდ არ იქნებიან, ხო, ისრაელში. და ვიღაცა ხო უნდა დარჩეს. აი ამ დროს აი მეორე საუკუნიდან უკვე სადუკეველები ჩანან, აღზევდნენ სადუკეველები. ფარისევლები უკვე გაძლიერებულები არიან, როგორც რელიგიური მეთაურები, ხო? გესმით? ბერძნებთან კოოპერაციაში მყოფი ეს მღვდელმთავრები, მღვდელმთავარი ხო იყო მაგაც, იმათ აქვს ძალაუფლება. შემდეგ მოხდა მეორე საუკუნეში ეს დიდი ამბავი, რომ აი ამ აუჯანყდა ისრაელი მაკაბელთა დიდი აჯანყება რო ქვია, მაკაბელები, ძმები მაკაბელები იყვნენ. ხუთი აუჯანყდნენ მეორე საუკუნეში აი ამ სირიის ანტიოხე ეპიფანეს სირიის მმართველობას და უკვე ეროვნულმა ძალებმა აიღეს ხელში ისრაელის ესა პოლიტიკური მმართველობას, გესმით? და ეს მაკაბელები ლევის შტოდან კი იყვნენ, სამღვდელო შტო იყო. გესმის ეს მაკაბელები, მაგრამ მათ ფაქტობრივად მიიტაცეს ძალაუფლება. ეს არ იყო ის, როგორ გითხრათ, თლად ღმერთის სათნოს აქციელი. მიიტაცეს მღვდელმთავრის ძალაუფლებას, მათ არ ეკუთვნოდეს და ჩაიგდეს ხელში ჰასმონელთა დინასტია ქვია. აი, მის რატო ჩამოთვალა ეს ყველაფერი, რომ წარმოიდგინეთ პოლიტიკური სიტუაცია როგორია ისრაელში ამ დროს. ქაოსია. მერე ეს მაკაბელების ჰასმონელთა დინასტია უკვე რომმა დაამარცხა, რომში პომპეუსი შემოვიდა უკვე პირველ საუკუნეში და ეს ამათ წაართვა ეს ძალაუფლება და მას მისცა მღვდელმთავრის ტიტული, ვის მას აწყობდა პოლიტიკურად, ხო? დღეს ჩვენ ვაღმობთ, რომ კრემლი გვინიშნავდა ხომეო იმასო, ეპისკოპოსებსო, განა მაშინ არ იყო, მაშინაც იყო. ხან ანტიოქიელები ნიშნავდნენ მღვდელმთავარს და ხან რომაელები. და ქრისტე რომ მოვიდა, აი ეს სიტუაცია. შერასაც თქვი ეგრეა ზუსტად, რომ ეს ხალხი იმ დროს იქ ვინც არიან პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, საიდან მოვიდა, ვინ არიან, რატო არიან იქ? იმიტომ არიან შეუფერებლები, გესმის და მათ არ ადარდებთ ნამდვილი სულიერი მიზანი, ადარდებთ ის, რომ ეს ძალაუფლება კონდეთ ხელში. ხო, სადუკეველები და ფარისევლები არიან ძირითადად და ისინი ცდილობენ, რომ ეს ძალაუფლება რადაც არ უნდა დაუждეთ, უნდა შეინარჩუნონ ხელში, იმიტომ რომ
ხან რომაელები არიან, ხან ისინი არიან, ხან ჰეროდეა, ხან 1000 ვიღაცა ებრძვით, გესმით და აი ეს, იმიტომაც წერია ბიბლიაში, რომ უდაბნო, ურწყული მიწა ამ დროს ისრაელი, სულიერად და აი ამ ურწყული მიწიდან ამოვა მერე ეს მორჩი იესო ქრისტე, გესმით და ხო ხო კი განრიდებულები რო გაშორებული ვიდა ასკეტურად რო ცხოვრობდნენ უდაბნოში კი ზუსტად ამიტომაც რომ იოანე რო გამოჩნდა ამ 400 საუკუნოვანი პაუზის შემდეგ იოანე რო გამოჩნდა ხალხი შოკი იყო ეს ისრაელისთვის რომ წინასწარმეტყველი ასეთი თან იოანეს რა ეცვაო აკლემის ბეწვი ეცვაო და ტყავის სარტყელი ეს იყო წინასწარმეტყველების სამოსი ტიპიური სამოსი ბეწვი უნაცმოდა წინასწარმეტყველს და გამოჩნდა ეს უდაბნოში მცხოვრები ქადაგებს მოიქეცით რადგან მოახლოვდა ცაცაცუპეველი შოკი იყო ისრაელისთვის იმიტომაც ეს ფარისევლები და ის ფადუკევლები რო გავიდნენ ამ იორდანეზე ენახათ კაცო ვინ არის ეს იმიტომ რომ ძალაუფლება ამათ აქვთ ხელში და ეს თუ ამობს რომ ცხებული მეფე მოვიდა სად არის აბა ესე იგი ჩვენ ძალაუფლებას საფრთხე ემუქრება ეხლა უყურეთ და ატარებენ 1000 საცერში 1000 კონტროლში ატარებენ რომ ვინ არის ეს ვინც ცდილობს რომ ჩვენ წაგვართვას მეფობა იმიტომ რომ ისინი ცდილობდნენ რომ ის მიწიერი მეფე იქნება ხო აი ეს სიტუაცია და ესენი მართულნი არიან ეს სინედრიონი უამრავი აი ამ ქვენაგრძნობებით, ადამიანური შიშებით, ძალაუფლების სიყვარულით, 1000 რაღაცით მართულნი არიან და იმიტომაც ქრისტეს მიმართ ტრობა და შური აქვთ, რომ თავით მათნაირი გონიათ, გესმით, მათნაირი გონიათ. ხო. და ამიტომაც მისი მთავარი დაპირისპირება მათთან არის. დავამთავროთ მეგონი დღეს ამით. დიდება ღმერთს და მადლობა თქვენ ყველას.